მოგესალმებით, ვიწყებთ მე-19 ეპიზოდს სპორტულ ანალიტიკური პოდკასტისა შედეგს მიღმა და როგორც წინა გადაცემაში დავაანონსეთ პრინციპში ბრუნდებით სტუმართან ერთად, ჯუბა გრიგოლია ჩვენთან ერთად. ჯუბა როგორ ხარ? კარგად, ჩვენიურად. კარგი სპორტული კვირა გქონდა მე პირადად და თბილისში გაიმართა პირველად საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირი. ნახეთ სიურის თასიდან ქართულმა ჩოგბურთელმა გაიმარჯვა საბაფურცელაძემ. მე რაღაცნაირად მისი გუნდის ნაწილიც ვარ ესე რომ ვთქვა და კარგ ხასიათზე ვარ ამ სპორტული შედეგიდან გამომდინარე. კარგი საფეხბურთო შაბათკვირა იყო, ცუდი ფორმულა 1-ის შაბათკვირა იყო, იმიტომ რომ სამწუხაროდ ამ მანქანების გაბარიტებიდან გამომდინარე მონაკოში არ კეთდება ვერეტებიან ფიზიკურად და რაღაცა გამოდის რომ შაბათს კვალიფიკაციაზე როგორც დგებიან ისე ამთავრებენ. მოკლედ კარგ სპორტულ განწყობაზე ვართ და ვემზადებით ალბათ ყველაზე დიდი აკორდისთვის ამ სეზონის, რაც მიუნხენში გვექნება. სადაც ორი ალბათ საუკეთესო გუნდი, ალბათ არა, საუკეთესო გუნდი წლევანდელი სეზონის შეკრავენ ამ სეზონს და დააფინიშებენ და. კი ბატონო, მაგაზე აუცილებლად გითხავ. მანამ სანამ დავიწყებთ და დაიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას, მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ იგი, გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი და სურვილის სანამ შეგიძლიათ გამოყვეთ Facebook-სა და TikTok-ს. როგორც ჯუბამ თქვა, საინტერესო შაბათკვირა გქონდა ნამდვილად და დავასრულეთ შიდა ჩემპიონატები. ეს იქნება პრინციპში ძირითადი თემა, რაზეც დღეს ვისაუბრებთ. ინგლისის ჩემპიონატი, იტალიის ჩემპიონატი და ესპანეთის ჩემპიონატები დასრულდა. და მოდი დავიწყოთ ალბათ ყველაზე მაგარი ჩემპიონატით, პრემიერ ლიგით. მე ვიცი რომ მე მეგონა რომ ლა ლიგის უნდა დაგვეწყო მაგარიო რო თქვა, მაგრამ თუ გინდა დავიწყოთ ლა ლიგით. არა, იყო პრემიერ ლიგა. ჩემთვის ბავშვობიდან მოყოლებული პირველი ჩემპიონატი უბრალოდ არის ლა ლიგა, იმიტომ რომ მგონია რომ მარტივი მიზეზის გამო რომ ორი მსოფლიო საუკეთესო გუნდი მან თამაშობს, ეგეც საკმარისია რომ საუკეთესო ჩემპიონატი თვლებოდეს. საშუალო ხარისხით, სხვა მარკეტინგული კრიტერიუმებით, ეკონომიკით, ხალხის ჩართულობით და ასე შემდეგ სხვა კრიტერიუმებს შემოვიტანთ. მაგას რომელიმე შენ კარგად გეცოდინება Deloitte-დან დაწყებული სხვადასხვა ტიპის IHHS და სხვები თვლიან, მაგ შემთხვევაში კი შეიძლება პრემიერ ლიგა იყოს. პრემიერ ლიგაზე რო გადავიდეთ, ხო, ყოველდღიურად ეხა უფრო ნაკლებად, მაგრამ ძალიან ბევრი წელია ყოველდღიურად მიწევდა ბოლო 2-3 წელი შედარებით ნაკლებად, მაგრამ 2018-17 წლიდან ზოგადად პრემიერ ლიგით ცხოვრებას ამსახურდან გამომდინარე, იმიტომ რომ თავის დროზე რომ სააჭარო სპორტში მუშაობდით, ეს იყო ჩვენთვის პირველი დიდი საფეხბურთო ტურნირი, რომელიც შევიძინეთ, რომელსაც ვაჩვენებდით და შესაბამისად ძალიან ბევრი რამე ვისწავლეთ პრემიერ ლიგით, ანუ ძალიან კარგად ვიცნობ ამ ჩემპიონატს, მე გულისხმობ რომ მარტო იმას არა, რასაც მაყურებლები ხედავენ ეკრანზე, თავიდან მომდე როგორ კეთდება, როგორ იქნება ის ყველაფერი და ასე შემდეგ მართლა რეალურად ეხლა. ზედმეტი სუბიექტური აღქმების გარეშე ყველამ ვიცით, რომ პროდუქტულად ყველაზე მაგარი ჩემპიონატია, თუმცა სამწუხაროდ ჩემთვის წელს მიუხედავად იმისა, რომ რაღაც მოგონილი ინტრიგები იყო ბოლო ტურში, რომ აბა რომელი 5 გუნდი გავათ, მე ისე გამოვიდა რომ ვერავინ ვერ მოიგო იმ გუნდებიდან, ვისაც უნდა მოეგო City-ს გარდა Chelsea-ს, არც Chelsea-ს რომ წაეგო თურმე მაინც გადიოდა. ხო. ესე ვთქვათ, რომ ალბათ პირველი სეზონის ნახევარში ორი მთავარი ინტრიგა რა არის ხოლმე რა, იმიტომ რომ არის რეალურად ყოველთვის არის რომ ვინ გავარდება, იმიტომ რომ ისევ ეკონომიკურ მაჩვენებლებს რო დაუბრუნდეთ. იმდენ ფულზე არის საუბარი, ეხლა გუშინ წავიკითხე სტატია Watson-ი თუ არ ვწდები, ადამიან Sunderland-ის ფეხბურთელმა, რომელიც გაკეთეს Brighton-ში და მთელი ფანები გაგიჟებულები იყვნენ, რომ ამბიცო გოლკოდეს 19 წლის ფეხბურთელია, 99 წელზე Wembley-ზე გაიტანა გოლი. Daily Mail-ს ჰქონდა კარგად გაშლილი, Daily Telegraph-ს უკაცრავად, რომ 200 მილიონ ფუნტიანი გოლი გაიტანა ტიპმა, რომელიც გაკეთეს 18 მილიონად თუ რაღაცად რა, ანუ ხო. შესაბამისად ეგ არის ერთი მთავარი ამბავი, რომ ვინ წავა, ვინ დაგვემშვიდობება და ვინ დაკარგავს Sunderland-ს და მან მე მგონი არანაირი ინტრიგა არ ყოფილა. 2 წელი ხო, ეს გადმოსული ვარდება, გადმოსული ვარდება. შაშა ცოტა იბრძოლა, მაგრამ არა და იყო ხოლმე მაგარი ბრძოლები იყო აი წლების წინ, 5 წლის წინ, 3 წლის წინ, 10 წელი. აი ბოლო ტურებში ვინ გავარდება იქ, აი ლეგენდარული ალბათ ყველაზე მაგარი თამაში რაც მაგარი სეზონი რაც ყოფილა ეხა ის Queen's Park-თან City-ს. მანდაც ზუსტად ეგ იყო, რომ Queen's Park-ს ქულა ჭირდებოდა, მერე სტოკი უგებდა Bolton-ს, Bolton-ი ვარდებოდა და Queen's Park-მა ჭალებს რო თქვა დაიკიდაო რომ იძახდნენ. ანუ სულ იყო ხოლმე ქვემოთ ეგ ჭიდაობა, ყველა პერსპექტივიდან საინტერესოა, გულშემატკივრის პერსპექტივიდან საინტერესოა, ყველაზე დიდი ინდუსტრია, რომელიც ამ სპორტს უკავშირდება, სპორტის მიღმა, გემბლინგ ინდუსტრიისთვის ხო ეგ საინტერესოა, რომ აბა იქ რა ხდებოდა. მანდ ინტრიგა არ იყო, საჩემპიონო ინტრიგა პრაქტიკულად არ ყოფილა,
იმიტომ რომ როცა შეიძლებოდა ეს ინტრიგა გაღუებულიყო, იმან ფეხბურთელი არ იყიდეს თავდასხმელი და ჰავერცი დაემტროთ და შესუსი დაემტროთ და ხა უფორვარდო გუნდმა კიდე ბევრი გააკეთა და კლან რაისის ორი ჯარიმით რომ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში აღმოჩნდნენ. აბსოლუტურად შემთხვევით ჩემი აზრით, მაინც ეგრე გამოვიდა, იმიტომ რომ იქაც დიდი ვერაფერი თამაში ვერ აჩვენეს ახლა პარი სენ-ჟერმენის წინააღმდეგ, რომელიც არ არის ვთქვათ, კი ძალიან მაგარი გუნდია, მაგრამ არ არის ესეთი გუნდი, რომ ახლა ორი მატჩის ჯამში ვთქვათ ინტრიგა მარტო მეორე თამაშის პირველად წუთში იყოს, რომ რაღაცა უდეგორს აუღონ. ისიც აუტების ხარ. ხო, და დანარჩენი ანუ მე დავარქმევდი, რომ აი პრემიერ ლიგას უხდება, აი 2 წლის წინ იყო თუ არ ვცდები ეგეთი ფინიში City Wolves ეთამაშებოდა Liverpool City თუ არ ვცდები Aston Villa ეთამაშებოდა. კი. 2-0 რო აგებთ. აი პრემიერ ლიგის აი ბოლო წლებში სიდიადე, იმიტომ რომ average გულშემატკივრს დავარქმევ რა ფეხბურთის მე არ გულისხმობ ისეთ ფრეკებსთან ერთად ჩვენს ხედავთ და ალბათ თქვენ გადაცემას კიდე ჩვენაირები უფრო მეტად უყურებენ ვიდრე სხვანაირი ხალხი, მაგრამ იმაზე მეტად ესეთმა ამბებმა Queen's Park-თან City-ს გოლმა იქემან შექმნა რომ პრემიერ ლიგა კი ყველა ვარიანტში ყველაზე მაგარი ჩემპიონატია და წელს ბოლოს რაღაცა რომ ჯერ ისედაც 6 გუნდი გავიდა ჩემპიონთა ლიგაზე, იმიტომ რომ იქ უკვე ერთი უეჭველი ისეთი გუნდი გადიოდა Tottenham ან Manchester, რომელიც 9-დან ვერ მოხვდებოდა. და მე იყო რომ რაღაც ხო იქ Aston, ანუ საბოლოო ჯამში მოკლედ ისე თქვა მინდა რა, ისე გამოვიდა რომ Newcastle-მაც წააგო, Nottingham-მაც წააგო, Chelsea მოიგო, მაგრამ რომც არ მოიგო, ანუ მანდ არ შედგა რა ის დიდი დრამა რაც იყო. თავის ბოლო თამაში ემილიანო მარტინესმა მიიღო წითელი Manchester-თან და ნუ დღესდღეობით ასევე წავიკითხე რომ Aston Villa ხო ერთადერთი ყველაზე დიდი ამბავი რაც იყო პრემიერ ლიგაში ჩემთვის ამ შაბათ-კვირაზე მე თქვენს გათქვამით რაღაცას უბრალოდ მინდა რომ შემაჯამებინეს ნაწილი იყო რომ აი მორგან როჯერსის არ ჩათვლილი გოლით უნახეთ ის თურქი მეკარე ილთაი ბაინდირი იდგა კარში და ნუ ჩემთვის ეგ გოლია რა, იმიტომ რომ მას დაფიქსირებული არ აქვს, ბურთი მიწას ეხება, მორგან როჯერსი საერთოდ არ ეხება ხელზე. დღესდღეობით ოფიციალურად Aston Villa მიმართა წერილით პრემიერ ლიგას. მე წავიკითხე ახსნა რომ ეს წერილი მოკლედ ნებისმიერ დროს, როდესაც იწერება იურიდიული წარმოება, აუცილებელია პირველად პოზიცია დააფიქსირდეს, ასფიქროს ანუ ეს პოზიცია ეგრევე სასამართლოში არ მიდის, მე შენ ხარეს რომელსაც შეიძლება ვედაო, რაღაცას უხსნი რომ რა ხდება. Aston Villa მიმართა რომ თუ შეგიძლიათ ამიხსენით, ანუ რომ რატო და გოლი რატო არ ჩაითვალა, ისეთ ვარამდე არ მივიდა ამ საჯმა, სანამ ის კარში გოლს გაიტანდა, დასტვინა და მაგ შემთხვევაში უკვე ვარი ვერ ერთვება თამაში, ანუ რამდენჯერ არის ხოლმე რომ ცხადზე დასტვინა და ხო, რამდენჯერ არის ხოლმე რომ ცხადზე ცხადი ოფსაიდია, მაგრამ აცთვის ის საჯი რომ წავიდეს, ტიპი ის მოათხოვებს სამ კაცს გაიტანს გოლს და მე აწევს და ამ ტიპმა ადგა და ჩასტვინა და ნუ ვარამდე ვერ ანუ ფეხბურთის წესებში არის ეგეთი ლაფსუსი, ალბათ ლაფსუსია ხო თუ ვარი გვაქვს ჩემთვის ეგ არის რა, ანუ ვარი თუ არის, მაშინ ყველას ერთნაირად უნდა, მაგრამ არის ფეხბურთში ბევრი რაღაც იქ ხელზე, ალბათ ეხა 4 ადამიანი 5-6 ვართ აგერ და 10 ეპიზოდი რო ვნახოთ ხელზე რო ხდება საჯარიმოში, ყველა ჯერზე ზოგიერთი პეტაკი პენალტი არის. ხო, მიმართა მოკლედ მე ერთ-ერთი გახსნა იყო ჟურნალისტის რომ Aston Villa სავალუტოდ იდავებს მიუღებელ შემოსავალზე, ანუ რა თქმა უნდა ეხა იქ ვერ შეიცვლება ცხელში ვერაფერი, მაგრამ პრემიერ ლიგასთან შეიძლება იდავოს, იმიტომ რომ ჩემპიონთა ლიგაზე გასვლად, მაგრამ წინა გადაცემაში აღნიშნეთ თქვენ თუ ვაცდებით 45 მილიონია უბრალოდ ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა, მაგრამ საფეხბურთო ეკონომიკაში, ანუ მაგ 45 მილიონზე ბევრად მეტი არის სპონსორებიდან მიღებული, იმიტომ რომ იქ პირდაპირ წერია რა, Nike გაძლევს ამდენს თუ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებ, სტადიონზე 6 თამაში გაქვს, რომელიც გავსება, ანუ დღემდე ედავება კარდიფი, ნანტს ის სალარო ჩამოვარდა, რატო? იმიტომ რომ ჩვენ არ გავარდებოდითო ჩემპიონშიპშიო, არ დავკარგავდითო, ანუ ხო ხტებით სიგიჟეს რაღაცას, მაგრამ და გუშინ ანუ ეგ იყო ცოტა იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ეგრე გამოვიდა, მაშინ ეგრე არ ჩანდა რა თქმა უნდა, იმიტომ რომ Newcastle-ს რომ მოეგო Aston Villa-ს ფრე არ ყოფილა, მაგრამ ისე გამოვიდა რომ ესე იგი ფრეთ და მაგ გოლით ალბათ ფრეს ამოიღებდა უკვე Unai Emery, იმიტომ რომ წინ გადიოდნენ. ანუ ეგ იყო რაღაცა, აი ნახევრად რაღაცა ინტრიგული და ისიც რაღაცა არ ვიცი. ჩემთვის ძალიან მაგარი ჩემპიონატია. ძალიან კარგად არის შეფუთული. ფენტეზის თამაში ასწორებს. მართლა. ლამაზი ფორმები აქვთ, საუკეთესო გადაღება აქვთ. ყველაზე მაგარი საშუალოდ ალბათ საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ, მაგრამ ხო, ანუ ჩემთვის ლევანდელი სეზონი როგორც ნეიტრალური კომაგისთვის ძალიან წელს მომიწია
ინგლისში საკმაოდ ხანი ყოფნა და ბევრ პრემიერ ლიგურ მატჩს დავესწარი, მათ შორის ჩემპიონშიპურსაც დავესწარი და ლიგა 1-ის და ლიგა 2-ის თამაშებიც ვარ, იმიტომ რომ ფეხბურთზე გიждები, ანუ პროდუქტულად სასწაული არის. აი კრისტალ პალასის თამაშზე რომ მიდიხარ, ჩათვალეთ, რომ აი რავი, ნებისმიერი გუნდი აიღეთ. ინტერი, რეალი, აი ჩაულებრივად ჩათვალეთ, რომ ეგეთი და ხალხი ივსებეთ, ჩაულებრივი აი საუკეთესო დღე არის ის დღე შენთვის, რა სადღაც სამხრეთ ლონდონში. სტადიონზე მე ვიჯექი რაღაც საუკეთესო ადგილას კრისტალ პალასის თამაშზე და მეორე ტაიმში ბოძი მეფარებოდა. ხო, ანუ ეგეც ასწორებს, რომ ისე ხვდები, რომ რამხელა ისტორიის ნაწილი. ეგრე ძალიან მაგარია, მაგრამ წლევანდელი სეზონი ვერ შედგა და სამწუხაროდ ბოლო ბევრი სეზონიდან რაღაცა სეზონები იყო გამონადათები, ან გვარდიოლა იგებდა რაღაცა 100 ქულით, ან ესე იყო და წელს ეს ვერ შედგა, ერთი გამიხარდა რომ იმ ოლიგარქის გუნდმა რომელმაც რაღაც სცენები დადგა რამდენიმე ტურის წინ, ხო ის არის რაღაცა, ხო iPhone 6-ით რო შეუვარდა იმას. ხო, ნუნუ ეშვერდაცა შეუვარდა, გამიხარდა რომ კი ნოტინგემი უდიდესი ისტორიის გუნდია, ბრაიან კლაფი, წითელი მაგისტური, რობინ ჰუდი, ყველაფერი რა ვიცი, მაგრამ ეგ ადამიანი ხო თუ მე თუ დაგუგლობ, თუ მოიცლეთ საკმაოდ საინტერესო პერსონა არის, ნუ ხო აღარ ვიტყვი რა, ოლიგარქი მეტყოლებს და ეგ ხო ხო, ეგზენი რაღაცა გემები აქვს და ნუ ის არის და საკმაოდ ისეთი გადაზიდვებს ახორციელებს. ეგ გამიხარდა რა, რომ როტინგემს არაფერს არ უერჩი პირიქით, მაგრამ ის ადამიანი მთელი სეზონი ჰაიპდებოდა, რომ აი როგორ ხვდება თავის ფეხბურთელებს თამაშის მერე ხვდება და ერთ დღესაც რაღაც თამაში ვერ მოიგეს ლესტერთან იყო, ხო ლესტერთან არ მინდა რომ შემოშალოს და ბოლო წუთზე გაუთანა შევარდა სტადიონზე, ანუ ეს არის როგორ აი რაღაცა იუგოსლავიაში რო ხდებოდა, აი ხა ისეთ ქვეყანას ვიტყვი, არ ვინმეს რო არ ეწყინოს. არ არსებობდა. ხო, აი რაღაც ვიღაც ვარდებოდა და ფოთის სტადიონზე დააყენეს კიდე 90-იანებში პეტერი, კარში ჩემპიონი ხდებოდა ფოთის კოლხეთი და დინამო უნდა გამხდარიყო კიდე თუ არა მხედრიონმა აწუყვე ყოფილმა არ არსებულმა მხედრიონმა ასე არ არსებულ ორგანიზაციას. ძალიან წარსულ დროში ვლაპარაკობ. ხო, ანუ აი ისეთი რაღაცა ეგეთი ის იყო და ეგ მაგის მერე უკვე ეგრევე მინდოდა რომ ნოტინგემი არ გასულიყო და რო არ გავიდა ეგეც გამიხარდა. დანარჩენი კრისტალ პალასი ალბათ არასდროს არ გავარდება პრემიერ ლიგიდან. იმ შენი დაფისა არის. ხო, მე უწერია იქ და ის დაფა მე ძალიან მიყვარს კრისტალ პალასი არ გავარდება არასდროს და FA-თასი მოიგეს და ეგ არის და ეგ ბევრი საინტერესო თამაში, მაგრამ ალბათ უფრო დარწმუნებული ვარ ცოტა პროფესიონალურ ფენტეზის მოთამაშეებს. ბევრად უფრო მეტი საინტერესო ფენტეზი ლიგა ქონდათ, ვიდრე თვითონ პრემიერ ლიგის სეზონი იყო, რომ იმიტომ რომ ის უწუნებდა თქვენი ერთ-ერთ თანაწამყვანი იქ მარმუშზე წინა კვირაში. მე მაგალითად კუნიამ გამიმართლა ძალიან, იმიტომ რომ რაღაცა 5 და 5-ად ვიყიდე თუ რაღაცა და ბოლოს ისღებდა. და ეგეთი რაღაცეები, ანუ ეს ჩემთვის ძალიან მაგარი ჩემპიონატია. მაგრამ ორი ძირითადი ფაქტორია, რატო არის სხვა იმ რეებს ჩამოთვალე იმის უნდა საუკეთესო ერთი რომ ინგლისურად არის რა და ხო ინგლისურად როა ძალიან კარგად იყიდება და ეს ხა ესპანურად ტიპი ლა ლიგას აქვს მაგალითად NBA-ს როგორც აქონ ხო იმ მატჩის შესვენებას იმიტომ მაგრამ ტიპი ბაზრობს ესპანურად ხა არც ერთმა ჩვენმა ქართულმა კომენტატორმა დარწმუნებული ვარ სამწუხაროდ ნუ ვიღაცები იქნებიან რომ 90% ვისაც ლა ლიგა მიყავს არ ამგონია ესპანური იცოდნენ ეგ დონეზე რომ უცებ გადაგითარგმნონ აბა მოდრიჩი რას ლაპარაკობს იქ უცებ იმას თარგმანს არ ჭირდება იცი და მეორე აი ეს ფენტეზი მართლა იმიტომ რომ მაგნუს კალსენიდან დამთავრებული რა ვიცი ეგრეთ ჩვენ ყველას ხედავთ და მე მგონი რეზი არ თამაში მაგნუს კალსენი ხშირ შემთხვევაში იგებს ხოლმე ბევრჯერ აქვს მოგებული კაი რეზი რახან ჯუბამ ძალიან კაი ანალიზი დაგვიდო რეალურად მოდი საუკეთესო ფეხბურთელი გასაგებია რომ სალაჰი ბომბარდირი და ყველაფერი კიდე რამდენიმე კაი ფეხბურთელი იყო ხო ის იყვნენ ფეხბურთელი ვისაც რეალურად მაგარი სეზონი ქონდა კიდევ შემადგენლობაც ვარ გადავ კი ბატონო სალაჰი ერთ ფაქტს ვიტყვი უბრალოდ ალბათ შენც მოსადებული გექნა მაგრამ ერთადერთ პირველი ფეხბურთელი გახდა ეგეთი ანუ ყოფილან ფეხბურთელები 20-20-ით ანუ ანრის ქონდა მაგალითად 20 გოლი 20 ასისტი რაღაცები პირველი ფეხბურთელი გახდა ერთადერთი რომელმაც ჩემპიონობაც მოიგო ბომბარდირობაც მოიგო და ასისტენტებშიც ანუ ეგეთი ფეხბურთელი არ ყოფილა პრემიერ ლიგის ისტორიაში არასდროს და მარტო მაგ ფაქტის გამოც ამასაკშიც ხო ალბათ ეგ უპირობოდ საუკეთესო ფეხბურთელი ისე ეხა დავფიქსდი და სამი ფოთელი ამიტომ ფოთელებმა გამოიწერეთ ახი უეჭვა. ხო, კოლხეთზე გამახსენდა რა. კოლხეთზე მაგითო საუბრობ. სამი ძირძველი ფოთელი. ანუ ესე მე კარეზე რომ ვიქე, რაც ვინ შეიძლება იყოს, ანუ ეგეთ რაღაც გამოკვეთილი გარიმე აი სელსი ხომ ვერ სელსი კი. ხო, არა, ფეხით საშინო თამაშობს რა პასა ერთ რაკეტებს. ნუ ტიგენი შეიძლება ვერავინ რაკეტებს პას, მურილო ალბათ. მაგრამ ნუ ალბათ სევალისონ. მაგდოს ხეთ მარტივი არჩევანი გქონდა რომ ჩემპიონ გუნდს შეხედე. აიღე კი, იმიტომ რომ მაგრამ სელსი თუ არ არის?
ჩემი აზრით აინა უნდა იყოს. ანუ იმიტომ რომ მაგ გუნდის ნოტინგემის მართლათელი სეზონი ვადევნებდი საბეთ ნაკლებად, იმიტომ რომ ნოტინგემი რაღაცნაირი ისეთი გუნდია რომ ორი ჩემპიონატ ათასი აქვს მოგებული, ორი ჩემპიონატ ათასი აქვს, სამი აქვს მანჩესტერს, ხო, მე მგონი ორი აქვს ნოტინგემს და აინა ანსელსი გავს რომელიღაც ალბათ კრის უდი ფიქრე შენ კრის უდი ორივე შეიძლება ხო ანუ ორივე ძალიან არ გაუმართლა იმიტომ რომ ჩვენგან გასხვავებით ნოტინგემს ბევრი არ უყურებს მურილო სადაც ბევრი ვანახე იქნებოდა ბრაზილია არგენტინის თამაში და საშინლად ითამაშა და პირველი ტაიმის შემდეგ შეცვალეს და იმ ბრაზილიის ნაკრებში რატო გამოიძახეს ის არიციან მაგრამ ანუ ძალიან მაგარი სეზონი ჰქონდა ანუ მე მგონი რომ უეჭველი მზად არ იყო კლუბისთვის ყველა ამბავში ბურთოდ ბურთით ნუ რეალურად ნოტინგემი 4 წელიანი ტაქტიკით თამაშობდა ძირითადად ილიკოვის პასი საერთოდ არ უარდა სელსი თუდა დაკეთებს და მურილო იყო ერთადერთი ვისაც რაღაც შეეძლო ხო, მე მოყვები მაგას. აქეთ მოდული იყო საერთოდ და იქ. ნუ ტრენდი თავის დონეზე ჩაატარა რა ჩემპიონატზე. ტრენდი თავის დონეზე ატარებს, ეგ მაღალი დონეა რა. ნუ მუნიოსში. იმ დონეზე ჩაატარა, რომ საუკეთესო საუკეთესო გუნდში ტრანსფერი დაიმსახურა. გამოვაცილეთ. მე მგონი რობინსონი რა, ფულემიდან. ფულემის რობინსონი? რობინსონი აიობის წყვილი ფლანგზე არის ტოპ. შეიძლება მოყვები. ნუ გრამენბერგი, იმიტომ რომ ძალიან დიდი ტრანსფორმაციაა, ყველა ხოთელი ზაფხული მიდიოდა რომ ლივერპულმა საფრთხენი არ ეკიდა და მე გაიყვარო გრამენბერგი შეუძლია და კარგი იყო. ხო, როდრის გარეშე გრამენბერგი წყვილად არის გრამენბერგი, არა, მაშინ მაგალისტერიც არის, ხო? ხო. აი, თან არგენტინელია. ჭადი და ყოლივით არიან ეგეთი სალსალგე. აქ ვფიქრეთ, ძალიან ბევრი ვიღაც შეიძლება. ბრუნო შეიძლება, მიუხედავად იმისა, რომ რაღაც აშინდება ხოლმე მანჩესტერს, მაგრამ ბრუნო დონე. არაფერი არ შეიძლება მანჩესტერში. შეიძლება. კოულ პალმერი შეიძლება, იმიტომ რომ სეზონის პირველი ნახევარი რა იყო, პალმერი სალახი. არა, კოულ პალმერმა ერთი 10 დღის წინ მქონდა ჩვენს სენატის კომენტატორს გიორგი ციხისდაოს ინტერვიუ კოულ პალმერთან სერია აქვს ბიჭები აკეთებენ ჩვენ. კი, ხედავ. თვითონ თქვა რომ 75 უნდა მქონდეს რეიტინგიო FIFA-შია და ხო, ეგ შეგიძლია TikTok-ზე. ვერ დარბია, ფიზიკურად ვერ იმაშვება, რა ტიპი რაღაცა ვერ ხვდები, გაიყინა. გამოირთო. ხო, და ანუ ამიტომ თორე ესე დამოუგდა, მაგასაც პირველი ნახევარი ქონდა სეზონის, წარმოვიდნენ რაღაცებს. პირველი ნახევარი რა იქით და სეზონის ბოლო და აქით სეზონის ნახევარი კიდე. ნუ მაშინ მორგან როჯერსი არის, ალბათ. შეიძლება, კი. ვარიანტი, ნუ კონია ტოპიკო, რომელიც სხვათა შორის მანჩესტერში გადავიდა. გადავიდა უკვე. კი, პირველი გოლი დაწერა გუშ. სალახი და ისაკი რა, ეს ორი. ისაკი აუცილებლად. ალბათ რა. აქ მoni კომპონენტი. ხო, ნუ კუნია შემოყვები, იმიტომ რომ ნუ ტიპი რომელიც მარტო ესე ბწყალებში რო ვთქვა, მარტო თუ არა და უდიდეს დამსახურება იყო რომ დატოვა, ხო, დატოვა გუნდი. ხო, ერთი პერიოდი ვულს გავარდნის საფრთხეთ გავარდნის ანუ თავარი ფავორიტი იყო სეზონის სტარტზე რომ ვულზი უნდა გავარდნილიყო რა წესით. რა ნუ ეხა კუნიას ვარ გაიტანა 18-16 თუ რაღაც 15 გოლი გაიტანა, ანუ ვერ დარჩებ პირადად მოიგო, მე ვიყავი წელს არ მინდა რომ რაღაცნაირად ეს თავი მოვაბეზრო მაყურებელს, მაგრამ ფულემი ვულზის თამაშზე ვიყავი, მომიწია ყოფნა და მან მოიგეს 4-1 აგებდნენ თავიდან. მაგ ადამიანმა მან ითამაშა, ანუ წარმოუდგენელ რაღაცებს აკეთებს, დუბლი გააკეთა და ასისტი და ერთი გოლი გააქვს. 35 მეტრიან პასს უკეთებენ, ეს ჰაერში ხსნის ბურთს მეორე ფეხით იჩერებს და ანუ მარჯვენით გაიჩერა, მარცხენით ისევ მარჯვენას დააბრუნა და ეგრევე უტყობს და გააქვს გოლი და ანუ 1-1 ხდება მაგ გოლი და მე 4-1 იგებენ, ანუ ეგეთ თამაში მოიგო, ანუ რამდენი. და ეგ 12 და 13 გოლა რო გამოგეკლო მაგათთვის, ანუ იქნებოდნენ ჩაულებრივად ქვემოთ ბრძოლაში და ჭიდაობაში. ვიქტორ პერეირას მოყვანა შუასაძან თავიდან ამ კატასტროფული სტარტის მერე მოვიდნენ ჩვენ პორტუგალიელი, აი ძალიან მაგარი ტიპია თვითონ თავის ხოთ მაშველად. თვითონ ხო ინგლისელი მწვრთნელი ყავდათ, ხო თუ ვინმე იყო ვიღაც ყავდათ, ხო გაუშვეს და მერე მოვიდა, ძალიან ბოლოში იყვნენ. მოგება არ ქონდათ, მე მგონი ერთადერთი გუნდი იყო, ვისაც მოგება არ ქონდათ ძალიან ბევრი ტიპი, ხო? ამ ვიქტორ პერეირას აქვს ძალიან მაგარი სტილი თვითონ. ანუ ორი კაცი მჭირდებაო გუნდში აუცილებლად, სადაც მიდის ახალ გუნდში. ერთი რომ ვინც იმ გუნდში უკვე მუშაობდა და იცნობს ქალაქს, ქვეყანას, ლიგას, კულტურას და რაღაც და მეორე არის ყველა გუნდს სადაც მიდის ვიღაც ახალი მოყავს. საერთოდ რო არ უმუშავია არასდროს. ეხლა რაღაც შოტლანდიელი ყავს 30-32 წლის. და თვითონ ითხოვს რომ ამ კაცს უნდა შეეძლოსო, ვინც ახალი მოდის, მითხრასო რომ როდის არისო მეფე შიშველი. ანუ რაღაცა პრობლემა როდის გვაქვსო რომ რაღაც შევცვალოთ, იმიტომ რომ ვიღაც თავარი მწვანეცა ვიღაცები შეიძლება რაღაცებს არ ეუბნებიან და ხო, მოვხდი. და ანუ ძალიან მაგარი ტაქტიკური ხო და ძალიან ბევრი ფული ექნებათ მაშინ, იმიტომ რომ მანჩესტერი ბევრ ფულს იხდის ხოლმე ფეხბურთელებში. გამოსასყიდი უწერია ამას და 46 ფუნტი. ხო.
გადავიდა და მით უმეტეს თუ გადავიდა 60 მილიონი ჩაიჯიბა და მე ვისურვებდი ეგეთ რაღაცას რომ ამდენი ფული თუ გაუჩნდებათ აუცილებლად მიიღებენ გააკეთებენ შევსებას და იქნებ ქართველი გიორგი შაკვეტაძე ყოფილიყოს ერთ-ერთი ფეხბურთელი ვისაც იყიდენ იმიტომ რომ სადღაც 20 მილიონამდე ხილს ალბათ გიორგი და ვულზისნაირ გუნდში მომეწონებოდა გიორგის ხილვა რა ალბათ ეგ ის დონე არის სადაც გიორგი თავის თავსაც კარგად გამოიხა რაღაცას ხა რამ გიორგის უცნობ კარგად და არ ეწყენება ალბათ ამას რო ვიძახი მან ხა უცებ ტოტენჰემში რო აღმოჩნდეს შეიძლება ძალიან ხო ხდები ჩაქრეს და მე ეს და აი ვულზისნაირ გუნდში ვულზის რა აი ფულემშიც კი ბატონო თავისუფლად ვისურვებდი ასე შემდგომ რაც მთავარია ჩაკვე ფიზიკურად ხო მაგას ვისურვებდი რომ ეგ მან დაეხარჯათ და მე იქნებ მანჩესტერმა იყიდოს კიდე მაგრამ მანამდე გავარდება ბეკონსა ჯოა მანჩესტერში წელს ახლა გადარჩა ჯვარისწერიად და მანამდე არ ვიცი რა ეგ არის პრემიერის თავარი პრობლემა ბოლო წლებში იმდენ გაიზარდა მოს ხოობა ამ 18 გუნდს ვის რაღაც პერიოდი დარჩა და ჩემპიონშიპში არის ფინანსურად სათამაშოებით უკვე გადმოსულები შანსოდ ვარ ან გადმოსულ ხო მე ეგრე ან გადმოსული რასაკეთებს რომ წვნელი იწევს თავის ჰაიპს ანუ თამაშობს ისე როგორც თამაშობდა ჩემპიონშიპში რომ მე ვიღაცამ წაიყვანს აი კომპანიამ გააკეთა ეგრე იცოდა რომ ბარნლი განწერული იყო მაგრამ ხო და რაღაც ბარნლისტვის არასერიოზულ წყალში შემტევი იმიტომ რომ ვიღაცას წაიყვანა და ბარნლიმ წარმოიდგინეთ ფეხბურთელი უნდა იყიდა ბარნლის და ეხა ბარნლი რომ თავდასხმელის ყიდვა უნდა და ეხა მაგ სეზონზე ეს ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე სასაცილო ფაქტია და იყიდა ზეკი ამდუნი რომელიც კაი ფეხბურთელი იყო მართლა შვეიცარიელი მეტი და 75 ფორვარდი რატომ უნდა იყიდოს ბარნლი ხო ხდება უბრალოდ რაღაც ფილტრი ხო იქნება რაღაც თავიანთი იქ უნდა მოენიშნათ რომ მაღალი მეტრი და 4% მეტი 198 სანტიმეტრზე და იყიდეს ეკი ამდუნი და ეგ გააკეთა რა რომ ის შემტევი დენტობა თორე ბარნლი ხა როგორ უნდა ბარნლიმ შეტევით ზუსტად ეგ იყო და ზეკი იყიდეს მიქაუტაძის მენდორად და ბარნლიმ ხა ანუ ხდები ხა როგორ ბარნლიმ შემტევი ფეხბურთით როგორ უნდა დარჩეს პრემიერ ლიგაში გამორიცხული მე მგონი პროსტო კომპანიამ თავი გაიყიდა რა რომ ტოპ გუნდს წაიყვანა რომ სტილი ეგ მაგაში ძალიან მოყვები რომ იმდენად აქვს რომ გვარდიოლასთან იყო რაღაცა მისი სტილი რაღაცა და იმდენად დიდი სხვაობა არის მოყვები რა იმიტომ რომ ამათ ისინი კი იღებენ უცებ იმას მილიონს 200 მილიონს იმ წელს მაგრამ აი ლუთონმა რაღაც 16 ფეხბურთელი მოიყიდა და ანუ ვერ შვები გავარდნენ ჩემპიონშიპიდანაც კი გავარდნენ იმიტომ რომ და ანუ რისი თქვა მინდა იცი რომ მანდ მგონია რომ ერთადერთი პანაცია და ანუ გადაწყვეტა მაგას აი რომ ვიღაც არა ამ გუნდებს ვინც ამოვლენ და უნდა ეშველოთ რომ ვიღაც ტიპი უნდა იყოს ერთი გუნდში ან ერთი ან ორი ფეხბურთელი ვინც აი კუნიამ როგორც დატოვა ეგრე უნდა დატოვოს თორე ესე გუნდურად ერთ წელში ვერ მოასწრებ ადაპტირებას ანუ თან ვინ არის ხა მომავალ წელს აი ხა სანდერლენდი ამოვიდა და კონკურენტი ვინ ყავს წარმოიდგინეთ ფულემი კრისტალ პალასი და რთულია ხა კრისტალ პალასთან და ფულემ პირობითად კრისტალ პალასთან ფულემთან იგივე ვესტჰემი გავა ხა მანჩესტერზე და იმაზე ხუმრობთ რა ნახევრად ხუმრობით უძახით რომ ნუ თვითონ თქოს სეზონზე უარი ხა ტოტენჰემს და მანჩესტერმა თორე დარწმუნებული ვარ 15 ეულში შევიდა ხო და არა ვესტჰემიც ხა ვესტჰემი რომ ვესტჰემი ისიც გავიდა მე-16-ზე და ხა ვესტჰემი რამხელა ფინანსური რესურსების მქონე გუნდია ხო ანუ და ეგრევე კონკურენციაში ხარ ძალიან რთული არის ხა ლიცი ხა რამხელა გუნდია ძალიან მაგარი გუნდი ეგრევე შედის აი ლიცის სხვადასხვა ალბათ ექნება კარგი შანსები ან ძალიან გაუშვა ესე იგი ლიცი ბარნლი და სანდერლენდი ამოვიდა კაი გუნდები ამოვიდა მე მაგრამ ხარ და სანდერლენდი გამოსული Netflix-ის სერიალი და ყველაფერი ამოყარს მაგრამ რეალურად სამართლობა იყო რომ შეფუთმა 14 გოლი მეტი აიღო და პლეი-ოფით გავიდნენ ნუ მანდ ეგეთი ის არის ხო სისტემა არის რა თუმცა ის სანდერლენდი ხო სანდერლენდი ალბათ ჯობია შეფილდი ხო ვიცით ყველამ რასაც იზავდა და ხო ხან არისო აქ და უკან აღწევიდა 0-1 0-1 და ვიღაცა ფენტეზიში უნდა გეხეირა იმით რომ შეფილდის ცველი უნდა აგეყვანა რომელიც ცენტრალურ მცველი არის არადა დგას მარცხენა ნახევარ მცველად ვიღაცა იყო ბალდოკი იყო მე მგონი თუ ვიღაც რამდენი როგორ დაიცვალა ხო როგორ დაიცვალა ხო ეგეც ტიპი იყო და კიდე ერთი ტიპი ყავდა პენლებს უთქვა ლუნსტრამი ხო მცველად იდგა მე ბოლოს თავდასხმელად გადაიქცა ფენტეზიში ისიც იმ ხო კარგი იყო რა ვიცი მაგაზე კარგი შეფილდები ყავს ლა ლიგაში თუ გინდა ბევრი თან აი ზუსტად მოდი მივყვეთ თემატურად როგორც ვახსენეთ რამდენიმე წამის წინ ლა ლიგაზე გავაგრძელოთ საუბარი მანამდე კიდევ ერთხელ გთხოვთ რომ დალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი კარგი ლა ლიგა ჯუბა შენი საყვარელი ჩემპიონატი ვინც მოიგო იმან დაიწყო მე გამიხარდა რომ 5 გუნდით გავიდა ლა ლიგა და თან უკვე ვიცით რომ არც ერთი თავს არ შეირცხავს არც ერთ შემთხვევაში ყველა ესეთი ისა ლაიფციგივით რაღაცა არა ბოლოზე არ გავიდა პლუს ნუ ესპანიოლი გადარჩა ეგ ისეთი ამბავი იყო იმიტომ რომ
ლეგანისი ალბათ მაინც უფრო საინტერესო მიჩანდა. ჩემთვის, მაგრამ ნუ ესპანელს ისეთი მეკარე ყავს, რომ ჯოან გარსიამ გამოიყვანა. მგონი რეალი ლუნინი თუ წავიდაო და სავარაუდოდ დაიმატებენ რა. სავარაუდოდ ეს ნაკრების მომავალი მეკარეა. პირველი მეკარე და თან ძვირიც არ იქნება და ნუ როარა ჯოან გარსია ესპანელი დიდი ხნის გავარდნილი იქნებოდა უკვე, მაგრამ თან ისედაც მეგობარი გუნდები არიან ესპანიოლი და რეალი და. მე მგონი კატალონიელი. მე რა. ესპანიოლში და თამაშობს უფრო კატალონიის ესპანურობის ჯერა ალბათ. ბარსელონა დიდად ეხა არ უნდა უყვარდეს წესი. არა, ისედაც წლები არის რა. კარგი ჩემპიონატი იყო რა. ნუ ბარსა რეალის ამბავში ამაზე ბევრი ვილაპარაკეთ აქ რომ რა იყო პრობლემა, რატომ არ მე მეჩნია რომ ეგ კლასიკოები სანამ რაღაც ბალანსი არ დადგება რეალში იქნება ნუ რეალის უკეთეს შემთხვევაში ისეთი როგორც იყო ბოლო თამაშები, როცა იქით-აქით შეტევები და ნუ ვინ გაიგას მეც. თუმცა აპრიორი ბარსას მეტი მომენტი ექნება, იმიტომ რომ ბალანსი ჯერჯერობით ჩაბელონს ნახოთ 3-4-3-ით და ახალი სქემით და ახალი ფეხბურთელები ჯერჯერობით სატრანსფერო ხანჯარა წინა უკვე რეალმა დაანიმის დაიწყო. 4 ფეხბურთელი ყავთ პრაქტიკულად უკვე გაფორმებული. ჰიუსენი, კარერასი, ტრენტი და ნუ იმ შტუტგარტის ნახევარმცველზე იწერება ძალიან აქტიურად და ნუ მაგას თუ არ მოიყვანენ ფაქტია რომ ხო ორტონზეც იწერებოდა კრისტალ პალასიდან. ფაქტია რომ ვიღაცას მოიყვანენ რა ცენტრში ყველა ვარიანტში რა ანუ უბრალოდ აი ცენტრში რაღაცა ძალიან გადატვირთული ხო არა მოდრიჩი მიდის ალბათ კამავინგაც წავაჩემე ასე რით სებავსი ისევ დაუბრუნდება სკამს ალბათ რა წელს ბევრი მოვიდა ძალიან მაგარი სეზონი ძალიან მაგარი ბიჭია ძალიან ანუ პროსი მეტნაკლებად შეცვალა ანუ ის ფუნქცია შეასრულა ყველაზე მეტ პასვინს აკეთებს და ყველაზე მე მაინტერესებს მაგალითად ბარსელონას მომავალი სეზონი მაინტერესებს როგორი იქნება, იმიტომ რომ რამდენიმე კვირის წინ მქონდა საუბარი ჩვენს ერთ-ერთ მეგობართან ვიტყვის ახალ მისევში ნიკოლოზ აბაგაძესთან წინასწარ გადაცემაში მგონი ახსენეთ დავსვანა. ნუ ეგ ერთ-ერთი გამორჩეული ბარსელონას ფანია ახლა საქართველოში და მაგთან კუთხით. და მას ვეუბნებოდი ეგეთ რაღაცას რა რომ შემომწუწუნა რომ ჩვენო ვერავინო ვერ ვიყიდეთო რა და მეთქი ერთი წლით დიდი იამალი და ერთი წლით დიდი პედრი მეთქი იმხელა აპდეიტი არის რომ ანუ ვინმე ვიყიდეთ რა ეხა იამალი რო გაიზიკი მომავალ წელს ამაზე კიდე 2%-ით უკეთეს ფეხბურთელი თუ იქნება მე მართლა მოიგებს ოქროს ბურთს ხო წელსაც შეიძლება მოიგოს ხა მაგაზე არ არის საუბარი მაგრამ ეგ იმხელა რაღაცა იყო იმხელა განახლება მიიღო ბარსელონამ ნუ ჰანზი ცალკე ამბავია ჰანსი ფლიკი გასაგებია რომ ეხა ძალიან მაგარი მწვრთნელი არის როგორ ის ხარჯზე და ასე შემდგომ წმინდა ფეხბურთით არის აი შეიძლება იმით იყოს კარგი რომ პირველად გაკეთა ბარსელონაში მოვიდა ყველა ერთნაირი ფორმით მოდითო ვარჯიშებზეც კიო რა ხო ხდები კუნდე ქუშლიანი საცმელებით მოდიოდა იქ ვიღაცა იმით მოდიოდა თუ არ ვწდები მე რაღაცა მომენტი მე საბოლოოდ ბარსელონას რაღაც დიდი ავტოკონცერნი არის სპონსორი და ანუ იმის მიერ მეცემული მანქანებით უნდა ეულოთ რა ანუ იმიტომ რომ რაღაცა არის ფიქრობ დილით ახლა წარმოიდგინე ფეხბურთელი ხარ ბარსელონას ვარჯიშზე მიდიხარ და აბა რომელი მაისური ჩავიცვა მაგას ხო უნდა ვიფიქრო რა წადი ვარჯიშე და მე საღამოს ეხა უკვე ფიქრობენ არ დააგვიანონ იმიტომ რომ იმ პენიამ დააგვიანაო და შესნი ხო შესნი დადგა ძირითადად ხო და მაგას გულისხმობ ანუ რითმ უახერ ხაი წმინდად მაღალი მაგებს თავი რო დავანებოთ ან ორი ძალიან მაგარი ფეხბურთელი რომელიც ფორმის პიკზე გავიდნენ ესენი არიან იამალი და ნუ ჩემი აზრით ალბათ განსაზღვრელი იყვნენ მათი სეზონის იამალი და პედრი რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ რაფინიას გენიალურ სეზონზე და ის რაფინიაც მე მგონი ჯობა ტრანსფერია რა ტიპი სხვა ადამიანი იყო და სხვა ადამიანი გახდა ხო და მე გულისხმობ რომ ეხა უკვე კი ურთულესი იქნება იამალის დაკეტვა ხსესულელი არის მაგრამ მე რა გულისხმობ იცით გუნდებმა უკვე ჩემი აზრით იციან რას უნდა ელოდნენ ბარსელონასგან ამიტომ წლევანდელ სეზონს თავი დავანებთ ფერიული სეზონი ჰქონდათ ხო რაღაც უფრო მეტ თამაში გაიტანეს მგონი 4 გოლი ვიდრე უფრო ნაკლები და აი მომავალ წელს რა სიზავს ბარსელონას საინტერესო იქნება ვის დაიმატებენ როგორ დაიმატებენ ანუ წლევანდელი ლა-ლიგის სეზონს თავი დავანებოთ ძალიან მაგარი აფიშა და ტრეილერი არის მომდენო სეზონის იმიტომ რომ მომდენო სეზონში უფრო გაბრაზებული რეალი ახალი მწვრთნელით უფრო დაგვინებული იამალი სრულწლოვანი იამალი რომელსაც უკვე რაღაცა არჩევნებში ხო ბევრი რამზე გაკეთება შეუძლია აი ეგ მაინტერესებს წლევანდელ სეზონსაც შეეხება ხო ალბათ უფრო ადრე უნდა გაეშვა კარლო ანჩელოტი იმიტომ რომ არავინ არ არის მადრიდის რეალზე დიდი და ეგ იუვენტუსში წავიდა თავის დროზე რონალდო მაგაზეც მეტყოლებს
და ასე შემდგომ და ანუ ბევრი ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა წელს. შეცდომა დაუშვა რა, ანუ მართალია რომ მთელი სეზონი თითქმის ფეხბურთელები ვერ შეკრა რა ძირითადი დაცვის ხაზით ალბათ არც უთამაში არ რეალს, მაგრამ ესეც ალბათ ანჩელოტის პრობლემა არის, იმიტომ რომ ცოტა უფრო მეტი უნდა ეწუწუნა ბჭყალებში სეზონის სტარტზე, რომ შეიძლება ქონოდა უფრო დიდი როტაციის შესაძლებლობა. ჩემთვის მაგალითად აი 4-0 როცა წააგეს, მანდ მიუხედავად იმისა, რომ მეჯერა რომ ბარსელონას უფრო მეტად ამოხსნიდნენ, მე ვერ წარმოვიდგენდი მიუხედავად იმისა, რომ იამალის ძალიან დიდი კომაგი ვარ პერსონალურად, მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ამ ხელა პროგრესი ექნებოდა ამბიც და მეგონა რომ მაინც ბარსელონას აი გატეხავდნენ, აი მაგალითად სელტასთან რო 3-1 აგებდნენ, ანუ ოქტომბერში რო ეგეთ თამაში ეთქვათ, რომ სელტასთან 3-1 იქნებოდა, ვფიქრობდი რომ ვერ დააბრუნებენ, მაგრამ დააბრუნა იქ ოლმომ დააბრუნა. ამიტომ აი მომდენო სეზონი ძალიან მოკლედ მაგის თქმა მინდა რომ აი მომდენო სეზონში მაინტერესებს როგორი იქნება დაპირისპირება წელს აშკარად ყველა ფრონტზე დაჩაგრა ბარსელონამ რეალი 10 წლის თავზე 2015-ში იყო ბოლოს ეგეთი რამე და რავი ძალიან მაგარი აფიშა არის სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ალბათ უეჭველად ამ გუნდში ამ ორ გუნდიდან რომელიღაცაში თამაშობს ეხლა თქვენ გადაწყვიტეთ რომელია გემოვნების ამბავი იყოს ხო ვიღაცისთვის პედრი არის შეიძლება ვიღაცისთვის ბელინგემი სხვამდე რო არ ჩავიდეთ ეხლა ტრენტი და კარვახალი ფლანგზე არ ვიცი ეგ გამოცანა როგორ გადაიჭრება შენ თქვი რომ ხო შეიძლება ხო მაგრამ კარვახალი ვერ წარმოვიდგენია მარჯვენა ცენტრალურ მცველად მაგრამ თან ედერ მილიტაო ხო გახსოვს ძალიან კარგად შეუძლია მარჯვენა ანუ ძალიან სწრაფია ედერ მილიტაოს ხედავ შეიძლება ტრენტი რაღაცა მომენტებში ცენტრში ვიხილოთ საერთოდ და კარვახალი იდგეს მარჯვნივ ნახოთ ხო ანუ ძალიან საინტერესო იქნება და დანარჩენი ახლა ლა ლიგადან ხო ანუ ატლეტიკოსაც ალბათ უნდა ქონოდა წელს მე ვხედავდი ეგრე რომ შეიძლება პიკი სეზონი უნდა ქონოდათ მაგრამ ვერ გააკეთეს სამწუხაროდ მიუხედავად იმისა რომ ალბათ ძალიან მაგარი შემადგენლობა ყავდათ ფაქტიკულად ორი შემადგენლობა მაგრამ დისტანციაზე რთული არის რა ანუ 1-0-ებით და 2-1-ით ფონს გასვლა გრიზმანმა ჩააგდო სეზონის მეორე ნახევარი მაგრამ გოლი არ გაუტანია ძალიან დიდი ხანია დაბერდა ძალიან დროულად წავიდა საფრანგეთის ნაკრებიდან და აქეთაც ძალიან შეიძლება ბოლო თამაშები რაც გრიზმანი არის ხო კოკე დაბრუნდა და ეს ალბათ იყენებს აი და გადაუარეს ბეტის ანუ ხა გასაგებია არავის არ აინტერესებდა ეს თამაშები სხვადასხვა მაგაც სულ ეგრე არის სეზონი მთავრდება ბოლოს რო იწყებენ თამაშს სულ ეგრე იგებენ თამაშებს და მე ვფიქრობ ხოლმე ზოგჯერ რომ სხვა დროსაც მე სიმეონე მგონია მაგაში დამნაშავე და იმიტომ არა სიმეონე რომ მე ჩემ პერსპექტივიდან ძალიან მაგარი მწვრთნელია რაციონალობარაკი მაგრამ ყოველთვის ალბათ მისთვის პრიორიტეტი ლა ლიგაზე მეტად ჩემპიონთა ლიგა არის და ცდილობს ის თამაში ათამაშოს ლა ლიგაში ატლეტიკოს სადაც იქ დიდი გიგანტების მოსახჭობა უფრო გამოუარა და შეძლებს და ამიტომ მე მესმის რატო თამაშობს ეგრე და ხა აქ რო დასაკარგო არაფერი არ აქვს თორე ხულიან ალვარესის და სორლოცნარი ორი ფორვარდი რავი რამდენი უწყავს სოფლიოში ხა არ ამგონია რომ ვერ გუწყავდეს ხო ლა ლიგაში კაი ამბავი ისიც არის რომ ნუ ხუთი გუნდი რო გავიდა ბილბაო დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე ვილიარეალი დაბრუნდა ჩემპიონთა ლიგაზე აქეთ ევროპის ლიგაზე ითამაშებს რეალ ბეტისი და სელტა ვიგო იაგო ასპასი ვიცი რომ გიყვართ კი სელტა ვიგო იაგო ასპასი არის ფეხბურთელი რომელიც წარმოიდგინეთ ეგეთ რაღაცა ყველაზე მეტი გოლი აქვს გატანილი მესის მერე იმ გუნდის მაისურით ვინც აღზარდა რა 200-ზე მეტი გოლი აქვს სელტას მაისურით ამას წინათ მეკითხებოდნენ ერთ-ერთი რაღაც TikTok-ის წერდნენ რაღაც გადაცემაში რომ ყველაზე underrated ფეხბურთელი ვინ არის და მაშინ გამიჭირდა მაგაზე პასუხისგაცემა და მოვიფიქრე და მე რო დავფიქრდი მივხვდი რომ იაგო ასპასია ჩემი აზრით ყველაზე underrated ფეხბურთელი იმიტომ რომ იმ მოცემულობით სადაც არის ამდენი წელია რა ვიცი წარმოუდგენელ შედეგებს აჩვენებს გუნდი ყავს მუდმივად ლა ლიგის ბინადარი ხსელტა კი შეიძლება არ არის რაღაცა გიგანტური ისტორიის გუნდი და ასე შემდეგ პატარა ქალაქიდან ვიგოდან მაგრამ რაღაც 10 წელია ლა ლიგაშია მეტი უკვე შარშანკიაზე ერთხელ იყო მანჩესტერთან კი ითამაშეს კინაღამ გააგდეს მაშინ მანჩესტერი ის წელი მაინც მანჩესტერმა მგონი კრახი დაასრულა 4 წლის წინ იყო თუ 4 სეზონის წინ მე ვილიარეალთან წააგეს რაღაც 35 პენალტი დეხიამ რო გააფუჭა პენალტი ეგ იყო 2021 წელი კი მაგსად მაგ თამაშზეც ვიყავით და ვილიარეალისგან ვიყავით ანუ როგორც ესპანური ფეხბურთის ის მე ლივერპულის ემერი იყო მაშინ წვრთნელი კი ევროპა ლიგას ვიცით მოუწევს მის
ხო, Aston Villa. Aston Villa იქა. მერი წავიდა. და თანო ხა Aston Villa-ს თუ დიდი ტიტული იქნება ხა. კი, კაცო, აბა რა. თან თუ მაგაზე გააკეთეს სწორება, ხა გავლენ მართლა მე-15-ზე პრემიერ ლიგაში და იმას უმარტივესად მოიგებთ. ხო. თან მაგარი გუნდი ყავს. ეგეთი დიდი გუნდი ვინ არის ევროპელ ლიგაზე უცებუცებ? რომა გავიდა ეხა აქედან იტალიიდან. რანიერის გარეშე. რანიერის გარეშე. და ინგლისიდან Aston Villa, ხო, იქ ლიონი იქნება საინტერესო გუნდი, ალბათ ხო, იქით სხვათა შორის ხო, აი წელსაც კაი ევროპის ლიგა გამოვიდა და ალბათ მომავალ წელსაც კაი ევროპის ლიგას უნდა ველოდოთ. ხო, ევროპის ზონაშიც ხო ალბათ შენ სწორად აღნიშნე, რომ ესპანიური რო დარჩა. კარგი იყო, უფრო მაგარ ლა ლიგის სეზონს ველოდები, მოკლედ ანუ ამ სეზონზე ბევრად საინტერესო ლა ლიგის სეზონს ველოდები, ჩაბი ალონსოთი და ვინიცის იქნება ისეთივე სრული სეზონის დებიუტს გულისხმობ ინტერ ბუნდესლიგაში მაშინ რომ მოვიდა ლევერკუზენში შუა სეზონი იყო უკვე და ხო და ბოლოზე იყვნენ მეგონი ვარდებოდნენ ლაბის კი ხო და შეიძლება ვინიცის იქ როგორც დებიუტი გამოვიდა და წაუგებლად მოიგო იქნება ეგეთი რამე გააკეთოს აქაც რა რაიო ვალეკანო გავიდა კიდე კონფერენს ლიგაზე ეგეც უნდა ვთქვა ისე რთული არის ჩაბი ალონსო რო ხარ და მაგას და უბრუნდეთ რაიო ვალეკანო რამხელა რა უნდა გააკეთოს ან რამხელა თამაშია ხო ანუ ის თან უკვე ეგრევე თუ მართლა 3 მცველით თუ 5 მცველით თუ რაც გინდა დავარქვათ რა ეგეთი რეალი ხო წარმოუდგენელია თუ ეგეთი იქნება ესე იგი აბსოლუტურად დომინანტი უნდა იყოს ხო მოედნის ყველა ნაწილში ყველა ბურთზე უნდა იბრძოლონ ხო ლევერკუზენი ყავდა ჯობა დომინანტი ხო და ბაიერნთან წარმოიდგინენ ხო და მაგას გულისხმობ ანუ რეალში რა ამოცანები აქვს ანუ ძალიან რთული დავალება აქვს მიცემული და ძალიან საინტერესო იქნება ყველა შემთხვევაში ვერ ეტევა ანუ 3-3-ში ყველა რო ანუ ნუ როდრიგოზე მიდის ხო რაღაც არსენალს უნდა მაგრამ ნუ როდრიგოს გარეშე ბრაინ დიასია ენერგია არდა ყველა ვერ ეტევა რა ანუ ეგ უნდა დააბალანსოს პლუს 3 მცველით რეალს ავიცი ნუ სიტუაციურად მე მოსატასთან თამაშობს ერთხელ მაგრამ ნუ მაინც 10 წლეულებია რეალი არ ასოცირდება 3 მცველიან სქემასთან რა ეს არა აი როგორც კი აი ძალიან ყოფილა რა გასულ წლებში პრობლემები საკადრო პრობლემები ძალიან ხშირად აქვს ხოლმე რეალს ზოგადად მე არ ითარგმნება ხოლმე შედეგში ხშირ შემთხვევაში მაინც გადიან მაგრამ აი ყოფილა შემთხვევა როცა მაგალითად აი დორტმუნდთან თავის დროზე 4-1 რო წავაგეთ ლევანდოვსკიმ შეასრულა მაგ თამაში ხო პოკერი მან მაგალითად ეგ იყო დილემა რომ 3 ცენტრალური მცველი თვითამაშოთ თუ არა თუ რა ვქნათ იმიტომ რომ არ ყავდა საყრდენი ჩაბი ამას უბრალოდ მაგ თამაშის ფოტოშორის ჩაბი რო ყოფილიყო სხვა შედეგი იქნება დარწმუნებული ვარ მაშინაც ეგეთ გადაწყვეტილება იყო მიღებული რომ პეპე ათამაშეს საყრდენად ანუ ის არ გააკეთეს რა ანუ 3 არ გაასამეს ცენტრალური მცველი პეპე და ანუ არა მე არ მახსენდა ანუ ეგეც ხა სელტასთან იყო გამოუვალი სიტუაციიდან გამომდინარე ფიზიკურად სველი არ ყავდა მაგრამ ესე რომ გამოსულიყოს რეალი და თან რეალი სამცველიანი რეალი ხო არ არის სამცველიანი ნაპოლეონ ხო ანუ რა უნდა ითამაშოს ესპანეთის სამცველთან რო არ ასოცირდება ეგ საინტერესო იქნება რა ასე თამაშებენ და ალბათ მაგარი სანახავი იქნება ანუ იმის თქმა მინდა რომ წლევანდელი ლა ლიგის სეზონი ბევრი ვერაფერი იყო რაღაცა მომენტებში დაძაბულობა მაგრამ დაძაბულობა ხშირ შემთხვევაში იქნებოდა იმის ხარჯზე რომ ის კი არა რომ ორივე მაგრა დაკეთებდნენ რაღაცას ან სამივე ვიღაცას თამაში კარგავდა ვიღაცა გულს კარგავდა ბარსელონას არ გამოსდიოდა რეალს აკლდებოდა რეალს ეხმარებოდნენ საჯები ბარსას ეხმარებოდნენ საჯები ეხა სეზონი ჩემთვის მაგალითად კი დაიმსახურა აბსოლუტურად ბარსელონამ საუბარიც კი არ არის მაგაზე ჩემთვის მაგალითად იმიტომ რომ ნუ 4 კლასიკოს რამდენი კლასიკო იყო წელს ხო 4-დან 3-ს რო აგებდა მე 4-ს დამატებით დროში რო აგებ რომელიც უნდა მოგეგო თან ხო ის მართლა თუ რამე სადმე უნდა მოეგო ის კოპა დელ რეის ფინალია ხო და მაინც 4-ს გიგებ ხა რაზე არის საუბარი რო არ და მაგრამ იქ აი ის იყო რა მთავარი ეკვატორი ჩემთვის ესპანიოლთან რო მბაპეზე რო ტიპი რო უნდა გაეგდოთ და მე ამ ტიპი გოლი რო გაიტანა თვითონ ამ ტიპი მაგრამ ანუ ძალიან ისეთი ის იყო რა ხო შეიძლება სხვა ნებისმიერს გაიტანა მაგრამ იმენა ამ ფეხბურთელმა რა ზუსტად ამ ფეხბურთელმა ცველი იყო რა ესპანეთის გვალი არ მახსოვს თან ბაპეს ფეხი მოაგლიჯა კი ნაღამ ხო და მე იგივე სიტუაცია იყო ბარსელონასთან ბარსელონა ხო მე ბარსელონასაც იგივე შემთხვევა იყო რომ ბარსელონას დააკარგინეს ქულები ანუ უფრო მეტად იყო როგორი დრამები იცი აი გამოგონილი მასზე თუ საუბრობთ ინტრიგაზე პრემიერ ლიგაში აქ ჩემთვის უფრო მეტად ის იყო რომ ერთმანეთს რაღაცას იგონებდნენ ბარსელონა გავიდა 8 ქულით იყო ერთი მომენტი მე 7 ქულით გაუსწრა რეალი წინ და მე იყო ზუსტად ეს ესპანიოლის და იმის მონაკვეთი და მან უკვე რაღაცა მომენტი მე შემთხვევით ვინმეს რო ეგითხა თuliდი რომ შეიძლება ატლეტიკოს მოეგო მე ატლეტიკომაც ვერ ივარგა თუ არ ივარგა თუ რეალმა რო გააგდო ატლეტიკო მე ჩვენს ვამბობდით რომ ატლეტიკო ეხა წავა და იფიქრებს ლა ლიგაზე და იფიქრა კი არა იქ დაკარგა მე საჭირო ქულები ძალიან ისე აი და ატლეტიკო ბუდიშპარემ ვიტყვი სედიზე 2 წელია
ატლეტიკო ვარდება რაღაცა დრამატულეს ბრძოლაში. წინაზე გავარდა ინტერი გააგდო და მე დორტმუნდთან გავარდა და გონია რომ მაგ წელს ფინალში გადიოდა ყველა ვარიანტში, იმიტომ რომ მე დორტმუნდმა PSG გააგდო. წელსაც რეალმა რო გააგდო, აი მე არ გონია რომ მაგ ატლეტიკოსთან არსენალს რაიმე შანსი შეიძლება და ქონოდა. წელსაც გავარდა რეალთან, ან წელსაც ჩემპიონთა ლიგა იყო რა მაგათი მიზანი. რა ჩოლო სიმეონემ მან ყველა სხვა quest-ი შესრულებული აქვს, უნდა ჩემპიონთა ხადად ძალიან ჩანს. რომ უნდა ჩემპიონთა ლიგის მოგება, სამწუხაროდ ალბათ რომ ვერ შეძლებს და კაი გუნდი ელოდება მე მაგას. მომდენო გუნდი ალბათ უკვე ვიცით ვინც იქნება, სიმონე ინზაკი წავა ალბათ მე იტალიის ნაკრებში რაღაცა პერიოდში და ინტერში წავა და ინტერში უფრო გამომარტივდება ალბათ ჩემპიონთა ლიგის მოგებაც რა ჩოლოს, იმიტომ რომ ფილოსოფიითაც თუ რომელი გუნდია ისა ჩოლო რომ კითხო ატლეტიკოს გარდაო ძალიან მარტივად ჩანს რომ მილანის ინტერი არის და ხო ანუ ეგეთი ის იყო რა ერთმანეთს ხან კარგავდნენ ხან ვერ კარგავდნენ ხან ისი კარგავდა და მე საბოლოოდ ესე გამოვიდა პარსამ რო ვერ იყიდა საფულში ტრანსფერი ვერ გააკეთეს almost ტრანსფერი გააკეთეს მე ვთვლი რომ ანუ ის რაც დაუჭდა almost გადმოყვანა რომ აი გუნდოგანი გააკეთეს გუნდიდან და ის თვითონაც წავიდა თან გააკეთეს თან გინდა შაშემენ ბარსას აუგოსტო ჩემი აზრით ეგრე პლუს რაღაც ოლმო ნუ კარგი იყო ძალიან კარგი იყო მაგრამ ოლმო იყო გარდამტეხი ფიგურა ბარსელონაში ვერ იტყოდი ხო ლაპორტას მე მგონი ლაპორტა და ბარსელონას გაუმართლა რომ ხო მაგრამ ვიქტორინოქსის დანასავით არის ეს ოლმო კი ყველგან აი ყველგან შეგიძლია აი FIFA-ში მე მიყვარდა ყოველთვის რო თამაშობდი ეგეთ ფეხბურთელი ყველა პოზიციაზე ეგეთ ფეხბურთელი გჭირდება რა თან ბარსელონას ფორვარდად ითამაშა მარჯვენა ვინგერად მარცხენა ვინგერად ცენტრალურ ნახევარმცველად რაღაცა თამაში მე მგონი ერთგან მარჯვენა მცველად იდგა თუ რაღაც ანუ მაგრამ უყურე ლაპორტას უყურს რაღაცა გიჟური ტრანსფერების კეთება მე მგონი გაუმართლა რომ არ ქონდა ტრანსფერის გაკეთების რესურსი ახლა და ანუ ფლიქს რაღაცას თავსად ჩავის უკეთებდა ხოლმე ეგრე რომ აი ჩავის უცხენში და ვითამაშოთ და ლევანდოვსკი მოუყანა იმიტომ რომ ლევანდოვსკის ეს განიხილვა როგორც რონალდინიოს ნიკო უილიამსი რისყიდვა რომ უნდა და აი მოიყიდათ ნიკო უილიამსი რა იქნებოდა ნეტო ნუ არა ფინი არ იქნებოდა ხო მაგას გულისხმობ რა რაფინია წავიდოდა ალბათ კარგად დაეწყო ძალიან მაგათი ბევრი რამე გაუმართლა შეიძლება ეს ფული კონდეს შეიძლება რაღაცა დაიწყო და რაღაცა ხო ლეო რაფალეო ხო რაფალეო რა თქმა უნდა აი რა სად უნდა თამაშოს ხო და ეხლა ნიკო უილიამსი თან რეალში დაიწერა რა ხო და ეგ ვაფშე ნიკო უილიამსისაც რა უნდა რეალში ხდებოდა ბილბაოდან ძირითადად არ მიდიან ხოლმე ვარსკვლავი აი ვისაც შეეძლო წასვლა ხო აი კერმოინიანი იყო ბოლო ალბათ თვითონ ამის ძმა შეეძლო წასვლა ინიაკის ნუ და ვიღაცები ოსკარ დე მარკოსი ნიკო ძალიან მაღალი დონეა ბროს უბრალოდ რა ძალიან მაღალი დონის ფეხბურთელია თავი მარტინესი წავიდა თავის დროზე ლორენტე წავიდა უნაი სიმონი დგას ეხა ხო ხო ამ ძირითადად ბოლში უნაი სიმონი მაგრამ ეს ნიკო ძალიან მაგარია თან ევროპის ჩემპიონია მე მგონი რომ უნდა წავიდეს რა თან ახლა ჩემი აზრით რეალმა თუ უთხრა რომ ჩვენ ვიხდით ჩვენ გამოსასწრებს დაიწერა ხელფასი იცით რამდენი აქვს ნიკოს ტრეინერი ხო მაგათ სატრანსფერო ის არა აქვს რა ხარჯი და ამ ფეხბურთელს ნიკო უილიამს აქვს 12 მილიონი euро 12 მილიონი euро იუვენტუსში არა ლაჰოვიცა აქვს და აგდებენ აღურით ხო ხედავ ანუ იუვენტუსი უბრალოდ ეხა უცხო გამახსენდა ანუ ეგ კი თითქოს ბილბაოა მაგრამ ინიაკესაც და მასაც და თან ყველა კონტრაქტის ხელმოწერაზე ეს იმ რუსულ ჟარგონს გამოვიყენებ ყველაზე კარგად აღწერს რა პადიონს ხელას აძლევენ სავარაუდოდ იმ კონტრაქტის ხელმოწერაზე ეგრეც არ არის და ამ ბილბაომაც უკვე ეკონომიკურად ძალიან ეს ახალი სტადიონი აქვს თან მაგარი სტადიონი ფულს არ ხარჯავენ პრაქტიკულად და წარმოვიდგინე ხარჯი არა აქვს და რა ვიცი ძალიან ეგრეც არ არის რა არ ვიცი რა ამოცანა იქნება ეხლა მე რო დაარჩეს არ გამიკვირდება რა დიდი ხანი ეხლა მანჩესტერმა კი გააგო ევროპის ლიგაზე მაგრამ ის ვივიანის წითელიც აი არ ვიცი თან ის დღე იყო მე მგონი მანჩესტერის დღე ის იმ ლიონის თამაშის გაგრძელება იყო თვითონ ზუსტად ეგ იყო უცებრო ყველაფერი გამოსდიოდა თორე რავი თამაშის წინო გეკითხათ ეხლა უეჭველი გააგზავნა ჩვენს ბილბაოს ვამბობდით რა თან სახში ქონდა ფინალი უნდა მოეკლა თავი და თუ შეინახეს ნიკო უილიამსი და არ გაუშვეს მოვალ წელს შეიძლება მეოთხეთ ფინალში რაღაცა წლევანდელი ასტონ ვილასავით კარგა შორს გავიდნენ ლიგას თუ ამას გადაწყვეტილი აქვს რომ არ წავიდეს მაშინ საუკეთესო დრო რომ არ წავიდეს რა ლიგაზე ითამაშოს რეალი რადგან დაიძრა სავარაუდოდ გადაწყვეტილი აქვს მეც ეგრე მგონი მაგიტომ რომ რეალი გაიჩიტა საიდან ხო რომ ალბათ ეგ ინფორმაცია აქვს რეალს რომ უეჭველი უნდა ამას წასვლა ბარსელონა ვერ ყიდულობს და რეალი ხო იცი როგორი გუნდია თან ანუ სულ არ ჭირდებოდეს 60 მილიონად და 80 მილიონად ეგ დაწერა მარკამ ზუსტად აი ბარსამ შაშან ვერ იყიდავდა ეხლა უკბენთ და ჩვენ წამოვიყვანთო რა თან ეს როდრიგოს თითქოს უფრო წასვლისკენ იხრება მე მგონი რა ვიცი ხო ალბათ
როდრიგო კაცი 5 წელია სოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და 3 თამაში აქვს თავის პოზიციაზე და სადაც მარცხენა ვინგერად დათამაშეს, ყველა თამაში გოლი გააქვს. ეხლა არსენალი ძალიან მაგარი საკა როდრიგოს ფლანგები, თან როდრიგო დადგება მარცხენა ვინგერად. წინ გიოკერეში თუ დაიმატეს თან, იმათაც ხომ უნდა დახარჯონ სადღაც ხო არსენალმაც იგეც არ მესმის ხო. კაი, პრინციპში კი ბატონო და უცებ გადავიდეთ იტალიაზე და ეგ არის. არ მე კარგი ვახსენებ რა, მე მგონი რა ჯოვან გარსია ყველაზე კარგი მე მგონი რომ შენ ეგრე უყურებ რომ მაგან გადაარჩენა მაშინ ეგ არის. ან ალბათ უნაი სიმონია მეორე ვარიანტი ხო? შესნე ვერ იქნება, კურტუა ვერ იქნება, სხვა ვინ იქნება, ობლაკი ვერ იქნება. კი, თავიდან კარგი იყო, მაგრამ მე მეგონა. ანუ მასე ობლაკი სულ უნდა იყოს მაშინ ყველა სეზონს. მე მგონი ნიკო მარტინესი უნდა იყოს, იმიტომ რომ არავინ არ ეუდებოდა რომ ეგეთ რაღაცას იზამდა და რაც აი ფლიკის ეფექტი მაგას ჩანს რა. ნიკო მარტინეში და ბალდეში ალბათ რომ მაგარი ტრანსფორმაცია. და ბალდეც უნდა იყოს? მე მგონი რომ ბალდე. ის ხო უეჭველი უნდა იყოს მარჯვენა მცველი და. კუბარსი? კუნდე. კუნდეს მაგერად მე რა ვიცი, ეცი ნახევარდაცვაში ვიღაცელი და თქო ვალვერდი ხარ ის მარჯვენა. არა, ანუ შენც ჯერ ანჩელოტიმ შეჭამა მარჯვენა მცველები და ხებენ მაგის გამო. მარჯვენა მცველად ვალვერდია. აი ეგ რო გაიგოს ვალვერდე. ვალვერდეს ცოლი გაგულანძღავს კომენტარებში და სანამ ვალვერდეს ცოლი გაგულანძღავს თქვენ გამოიწერეთ ეს არხი და თქვენ თუ რაიმე არის გასალანძღეთ თქვენ გაგულანძღეთ თქვენგან უფრო არ გვეწყინება ვიდრე ვალვერდეს ცოლი. ვალვერდი არა რა ხო. აი წინდა ცენტრში უყურებ. რამდენიმე არის, ნუ პედრი უნდა იყოს. აუცილებლად. პედრი ძალიან მომწონს ამ სეზონში. ძალიან შოვან ფიგურა იყო. მე კაცის მკვლელი. ისკო მითამაშოს. იმიტომ რომ მაგარი სეზონი ჩაატარა. ხო, ბევრი ვარიანტებია. დასახელებული კაცია. წინ გასაგებია მბაპე, ამალი რაფინია. ენტონი? ანტონი ნუ კვარა თუ ვერ მოახვედრელი გაერჩი. არა ხო, ხუმრობ უბრალოდ, თორე ენტონი ძალიან მაგარი კაცია. ხა სიმბოლოში არ უნდა, მაგრამ სასწაულის სეზონი ქონდა. ეხა კონფერენს ლიგას თუ მოიგო ამ კვირაში ზუსტად? ნუ პელეგრინი ძალიან დაუფასებელი მწვრთნელია, საერთოდ ბეტისი, ანუ მე მახსოვს რომ აი რეალს რომ მოუგო ბეტის, ატლეტიკოსაც რომ მოუგო. წელს ყოველას მოუგო. ბარსასაც ხომ მოუგეს? ბარსას ტრეინერი თამაში. ხო. და აი პრესინგით ანაგროვდა და ასეთ გუნდში მოვიდა ხო, ანტონი რომელიც არ დარბის ძირითადად პლუს ისკო იყო, პლუს ლოჩელს ვიღაცა და ამაზეც ადაპტირდა. პელეგრინი ძალიან კარგი მწვრთნელია და ნუ ბეტის ცურასულ ეს ლიგაზე კარგი შემოდა, მაგრამ ცოტა დააგავდა. სხვადასხვა ბეტის, ნუ თუმცა ბეტის რო გასულიყო ვილიარეალი ვერ იქნებოდა რა. ნუ არ ვილიარეალი. ბოლო ტურებში თვითონ ვილიარეალმა მოუგო ბეტის პრინციპში მნიშვნელოვანი. ალექს ბაინა ძალიან შოვან ფიგურა იყო ძოს. და ბაინა ატლეტიკოს უნდა ყიდვაო, დაიწერა. ნუ არ ვიცი ატლეტიკოსთან მეჭერდება ბაინა. და ალექს ბაინა თუ უნდა გყავდეს ვალვერდა მithumedes არ უნდა გყავდეს. ეგენი ერთ გუნდში ხო იცი. ეს იზღება ძალიან ერთმანეთი და წვრთნელი ფლიკი. ხო, ფლიკმა ძალიან დიდი ის მოიტანა. ანუ მე ამ ბარსელონას ვყურებ როგორც შეიძლება ეს იყოს რაღაც ახალი იქნება თუ არა ეს ისეთი როგორც იყო გვარდიოლას ბარსელონა, რომელიც რაღაც ტაქტიკურ ტრენდს განსაზღვრავდა იქნება თუ ნახავ თუ არა ესე მაღლა აწეულ დაცვის ხას რაღაც ხიანად შეტევისკენ გადახრილ გუნდს, ანუ ეგეთი რაღაცები შეიძლება ანუ ამ დროს გვარდიოლა რომ მოვიდა მაშინაც არავინ არ ამბობდა რომ ეს რაღაც 70%-იანი გუნდსპლობა გახდებოდა მოდური და პოპულარული, მაგრამ და ჩაბი ალონსოს აქვს მაგის შანსი, რომ ტრენდსეტერი იყოს ასევე, გააჩნია ამ რეალს რასიზმს. ხო ხა რეალი თუ ეგააკეთა რომ სამცველიანი ტაქტიკა გადააქცია უცებ რიგ შემთხვევებში ორცველიან და რას გულისხმობ, იცი რომ ლევერკუზენში ხო ეგრე იყო რა, ინკაპია ზოგჯერ ინკაპი ისე ადიოდა წინ 10 ნომერზე იდგა წინ, ანუ რეალით მაგის კეთება თუ დაიწყო უცებ მომენტებში რაღაცა შეიძლება ეგ ტრენდი ხო და ეგ ორი სტილის ძალიან დიდი დაპირისპირება იქნება და ხო ძალიან მაგარ სეზონს ველოდები მე პირადად ლა ლიგაში უნდა კონდეს გამორჩეული სეზონი. იმედია ვინმე ქართველიც რო იყოს სამწუხაროდ ხო კოჩორა იქნებოდა, მაგრამ სამწუხაროდ ლევანტე ამოიყვანა. სამწუხაროდ ლა ლიგის გულშემატკივრებისთვის, მაგრამ საბედნიეროდ კოჩორასთვის, იმიტომ რომ ძალიან მაგარ გუნდში წავიდა პორტუგალიის ჩემპიონში გადადის, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა. ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშეს, გუშინ მგონი მოუგეს ბენფიკასაც, თასის ფინალი იყო და სპორტინგი ჩემპიონი გახდა მანდაც. რომ ატირებული დი მარიას კადრები ვნახეთ დილით და სხვა რამ ზიზეც უნდა ეტირავენ ხდები. მიდის ბენფიკადან და აგო ხო ბოლო თამაში მოკლედ ეგ იყო, ეგ ლამაზად მინდოდა მეთქვა და დავასპოილერებ ხალხს. დავას ვინც არ იცის შედეგი და აქედან გაიგო. და ეგ მოკლედ ეს სეზონი უფრო მაგარი სეზონის წინა აფიშა არის, სადაც ტიტული წაიღო ბარსელონამ და წარმატებული ხო პიჩიჩი მოიგო ასევე მბაპემ. ოქროს ბუციც მოიგო კარიერაში პირველად, რაც არ არის ახლა ინდივიდუალურ დონეზე არ არის პატარა ჯილდო. საკმაოდ დიდი ჯილდო არის და პიჩიჩიც არ არის პატარა ჯილდო, იმიტომ რომ ახლა ესპანეთთან საკუთრებით ფასობს ხოლმე ეს ბომბარდირება ყოველთვის. კი. სეზონის მეორე ნახევარი. და რაღაცა ისე მოიგო რა, ანუ 1 გოლით და რაღაცა 7-დან საბოლოო ჯამში ისე გამოვიდა რომ 31 გოლი მოუგროვდა, 4 გოლით გაუსწრო თუ. ხო, 4 გოლით გაუსწრო.
ლევანდოვსკის და ალბათ თვითონაც მოლოდინი იქნება რომ 51-10 მაინც უნდა დაუმატოს მომდევნო სეზონს. აგი შემოთავაზება თუ იქნება არაბეთის უდაბნოდან? თვითონ არ წავა მე მგონი ალბათ სწორე. ვინისიუსი ძალიან მაგარია, ანუ აი ავადმყოფურად მაგარი ფეხბურთელია. მაგრამ ვინისიუს გამიჭირდება მე ვინისიუსის დიდი კომაგი ვარ დაწყებითი კლასები ნამჭყალები ვთქვათ თვითონ როცა ბავშვი იყო რეალში ხა. მაინც კი ფლამენგოდან იყიდეს, ხო? მე კი ფლამენგოდან იყიდეს. მაგრამ მაინც რეალის კი უბრალოდ ხვანიჭეს პატრონი იყო, მაგრამ რეალის პროდუქტი არა ხა 17 წლიდან 18 წლიდან ხა 18 წლის რეალის რაღაცა ასტრონომიული რიცხვებზეა გასული, უცოდეთ იმდენი მატჩი აქვს ჩატარებული ამასაკში და ასე შემდეგ. რეალში დარჩეს კიდე 5 წელი, შეიძლება ტოპ 3, ტოპ 5 ფეხბურთელში იყოს მატჩების თამაშების. ძალიან რთული არის ეგეთ ტიპთან შელევა რა. ეხ 18 წლიდან რომ შენთან თამაშობს და თან რომ სოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ერთ-ერთი. თუმცა ალბათ რაციონალურიც ფეხბურთი რომ წვანე მინდვრის მიღმა რომ გავიტანოთ, ყველა სხვა რაციონალური შემფასებელი კრიტერიუმით ალბათ უფრო სწორი გადაწყვეტილება იქნება რომ ეგ ფული აიღონ, რასაც ალბათ მანჩესტერი თუ გადაიხდის და საუდიში ან არაბები. არა თვითონ არ წავა, მგონია ხა 2026 წლის სოფლიომდე რომ სადმე წავიდეს ეგეთ ადგილას წარმოუდგენელი მაჩვენება. იმიტომ რომ ვინისიუსის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იწყება კარიერის, რასაც ბრაზილიის ნაკრებთან ერთად უნდა მიაღწიოს და 2026-ში მაგის წყინვალ შესაძლებლობა იქნება. დღეს დილით ვნახე კადრები. დაახლოებით 8 საათის წინ ჩავიდა კარლო ანჩელოტი რიოში და დავიდი ანჩელოტი და კარლო ანჩელოტი გამოდიოდნენ აეროპორტიდან და ძალიან დიდი რაოდენობის ხალხი დახვდნენ. დავიდაც წაიყვანა იქ ასისტენტად, კი? ნუ ერთად გამოდიოდნენ და სავარაუდოდ წაიყვანა. აბა ცალკე მწნულად უნდაო კარიერა. სავარაუდოდ 1 წელი სოფლიომდე ალბათ. ხა 1 წელი ისეთი თემა რა გაიჭირვებს ისიც, ხო? აი ნუ დავიდე იყო ყოველ შემთხვევაში შეიძლება ჩაყვა რაღაც პერიოდი და მე შეიძლება გქონდი ხო არ იქნება ჯერ გაკეთებული, ხო? და უამრავი ხალხი თავიანთ ტრადიციულ სამოში იდიოდა სამბას ეკვა, კარლოს კანდირებდნენ, ეს ბრაზილიის ნაკრების ქუდით გამოვიდა უკვე. ო, ეგ არ მინახავს კადრები. ხო და ეგეც ძალიან აი მანდაც ამიტომ არ მგონია რომ ვინისიუსმა დიდი турბულენტური ნაბიჯები კარიერაში ამ ეტაპზე, ანუ თვითონაც არ წავა რეალიდან, იმიტომ რომ იქ ჭირდება ძალიან მაღალი კონცენტრაცია და ის თუ შეკრა ანჩელოტიმ კი არ ყავს ახლა ბრაზილიას მურილიო ახსენე შენ და მურილიოს და მილიტაოს იმედად არიან ალბათ და კიდე მარკინიოსი ბრემერი უფრო ფლანგის ხო არა რაღაცა ფლანგის ცვლებია პრობლემა თორე კაი გუნდი ყავთ ანუ რისი თქმა მინდა იცი რომ ვინისიუსით როდრიგოთი კუნიათი და რაფინიათი თუ შეკრა ანჩელოტიმ და ანჩელოტის ახლა ერთი ტურნირის თამაშიდან ერთ თვეში რა ვიცი ახლა შეიძლება ძალიან მარტივადაც გამოვიდეს ამიტომ ვინისიუსი არ ამგონია რომ სადმე წავიდეს 26 წლის სოფლიოს მერე შეიძლება და ეგეც ძალიან მაგარი ამბავი იქნება რა კარლო ანჩელოტიმ თუ ეგ გააკეთა მე მაგიტომ მინდა და კარლო ანჩელოტის გაგდება ოქტომბერშივე და ზუსტად უცოდი რომ ბრაზილიის კომაგი ვარ მეც ბავშვობიდან და ეგ თუ გააკეთა კარლო ანჩელოტიმ მე შენ კი გოუთი კი მეგაჩნია და საქმესებით ბევრი არგუმენტები გაქვს მაგისტვის რატომაც არის გოუთი გვარდიოლა იგივენაირად ახლა რომ ვიჟელოთ აქეთ შეიძლება სხვა მცველებზე ჩვენ ვთქვათ მაგრამ კარლო ანჩელოტიმ თუ ეგ გააკეთა რასაც ქვია რომ ბრაზილიის ნაკრებთან ერთად შეძლო და მუნდიალი მოიგო ეგეთის კანდაკების გვერდით კარლო ანჩელოტის კანდაკება უეჭველი აბა რა კი და ამიტომ ვინისიუსი ალბათ თავარი ჯოკერი უნდა იყოს კარლო ანჩელოტის მაგ მისიაში და არ ვარ დარწმუნებული რომ ვინისიუსი და როდრიგო თავის ფეხბურთელები არ ყოფილიყვნენ მათ შორის ედერ მილიტაოსთან და მანამდე კასემიროსთან ერთად რომელსაც მაგარი სეზონი უეჭველი და შეიძლება კაპიტნის სამკლაური მისცეს პირდაპირთან მეცაც გეტყვი და ნეიმარიც საინტერესო იქნება ანჩელოტისთან ცოტა სხვა ალბათ 10-იანის ნომინალური 10-იანის მოკლედ გონია რომ ვინისიუსი იყო ერთ-ერთი ძირითადი ფაქტორი რატომაც წავიდა ანჩელოტიმ ყველაზე კარგად იცის რა შეუძლია გააკეთოს ვინისიუსმა თუ სწორი დავალებები იქნება და გააკეთა რა ფეხბურთელმა ეხა მართლა ორი ლიგა მოიგო რა ერთი ბენზემასთან ერთად და შარშანდელი ლიგის თავარი შემოქმედი პირადად თვითონ იყო ეხა მაგას არც უნდა საუბარი ბევრი კარგი, გადავიდეთ მესამე ნაწილზე, იტალიის ჩემპიონატზე, პრინციპში დავაანონსეთ და გასაკვირი ამაში არაფერი არ არის, სათაურშიც ნახავდით. ნაპოლი მოიგო ჩემპიონატი. ეხა ისეთ ჩემპიონატზე საუბრობთ, რომ შეიძლება ბევრმა გამორთოს, ამიტომ სანამ გამორთოთ და ალაიქეთ. გამოგვიწერეთ. არ მე რომ დამეძახეთ ამ გადაცემაში და რომ მითხარით იტალიის ჩემპიონატზე უნდა ვისაუბროთ, რომ ცოტა ფეხს ვითრევთ იმდენად
კარგი წარმოდგენის ვარ ამ ჩემპიონატზე. ჯუბას არ უყვარს დიდად იტალიის ჩემპიონატი, ჩემგან განსხვავებით იტალიური ფეხბურთი არ მოყვარს. მე არ მიყვარს რა გემოვნება და ადამიანია და გუნება. ნაპოლი მოიგო, მაგრამ აღარავინ აღარ გულშემატკივრობდა საქართველოში ნაპოლის. ნაპოლი მოიგო მაშინ. მე ის წესი რო შეცვალეს ბოლოს. ხუჩა კვარაცხელიას მოკლედ არ აძლევენ მედალს და ამაში ხა ტრაგედია ნამდვილად არ არის რა. ქართველებმა დააბრალეს ეს ნაპოლის, არ არის ეგ ნაპოლის ბრალი. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ შეცვალა რეალურად რეგლამენტი. სიგიჟეა. აი, რას ნიშნავს საერთოდ ეგეთი რამე გაგიგია? მე მგონი კაპრილეს გამახო შეცვალეს ბოლო ტურში. ანუ ბოლო ტურში რა ხდებოდა იცი? ანუ ბოლო ტურში კალიარის მეკარე არის ნაპოლის მეკარე. ხო და ნუ ტიპს გოლები გაეშვა, ნაპოლი გახდებოდა ჩემპიონი ხდებოდა რა. გოლის გაშვებაში ხდებოდა ჩემპიონი. აი მე მგონი მაგიტომ ხომ კაპრილესი მაინც იღებს მედალს? მე ეგრე წავიგე. არა, ამის გამო არის. ანუ რეალად ინტერესი რო ქონოდა. მაგრამ ანუ წარმოიდგინე რომ კაპრილეს საერთოდ არ იდგენ თამაში. 38 თამაშიდან ესე იგი მე ვითამაშე 18 თამაში, გავიტანე 10. პირობითად ყვარას ავანებოთ თავი ვიღაცა ფეხბურთელი ვარ. და გავიტანე 12 გოლი ამ 18 თამაში და 24 საგოლებასი გავაკეთე და გადავედი სხვაგან რა გადაპირადი მიზეზების გამო გადავედი შეიძლება რაღაცა რა ვიცი ჩემს ოჯახთან ერთად მინდა ვიცხოვრო და ვერ ვიცხოვრობ და ამიტომ ჩემპიონი ანუ ლოგიკა სად არის არა არის ხო ამიტომ რა წესი უნდა იყოს იცი მაგისგან რო თავი დავიცვათ ინგლისში რაც არის არენდით ყავს გაშვებული ფეხბურთელი შენს წინააღმდეგ ვერ თამაშობს და всё რა ეხა ნაპოლის შემთხვევაში ეგ ინტერესი და კონფლიქტი არ არსებობს არ უთამაშია კაპრილეს ეგეთი დამთხოვები რო ამოვაგდოთ არ უნდა შეიძლება ეს ვის საკუთრებაც ხარ იმის წინააღმდეგ თამაში. მე კიდე მგონია რომ უბრალოდ ის არის რა ქვია. იტალიის ჩემპიონატიდან ბოლო წლებში უფრო მეტი კაი ფეხბურთელი მიდის ვიდრე მოდის. და მაგისგან თავის დასაცავი ერთ-ერთი კრიტერიუმია რომ ფეხბურთელების ზამთარშიც ახლა რამხელასტარი დაგარგეს ზამთარში ახლა გამოიხედა იმათ პერსპექტივიდან კვარაცხელია და წავიდა ეს კაცი და ოქროსბურთის მოგების ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია და რაღაცა რა ვქნათ და მაგათი მოგონილია კორუფცია, მაგათი მოგონილია მაიმუნობა და რაღაცა მოიფიქრეს არარსებული წესი, ანუ ჯერ როგორ შეიძლება ჯერ ისეთი წესი იყოს, რომელიც არც ერთ სხვა ლიგაში არ არის, ხო? ან თუ ესენი ყველაზე ჭვიანები არიან, თუ იმიტომ რომ პრემიერ ლიგაში არის როგორც ვიცი 5 თამაში მინიმუმი უნდა იყოს 5 თამაში. კი, ესას მაგის გამო მისცეს. ლა ლიგაში მე მგონი საერთოდ არ ის არის, რა ქვია, ჩაულებრივად არის, რომ ეგეც მესმის. არა, ცოტა ლოგიკური მგონია, რა ვიცი, ანუ მეცაც გეტყვი რა, ანუ მე წუთნელს რო უშვებენ რომენდის სეზონის შუაში და მანამდე რო გაყავდა თქვა გუნდი, მე ეგეც გონია ჩემპიონი, ანუ ხო აიღო იმ ადამიანმა ქულები, ხო მიიღო მონაწილეობა. წუთნელი არ იხებს არც ერთ შემთხვევაში თქვა მაგალითად რა, ხო, იმიტომ რომ იგივე ჩემპიონთა ლიგაზე იყო ეგეთი кейსი, ამას წინათ ჩელსიმ რომ მოიგო, დიმატეო მოვიდა მაშინ შუაზე. მე რეც იყო სხვა кейსი, მაგრამ დიმატეო ხო, ანუ ჯგუფიდან ხო გაიყვანა იმან ვიცი ხო როგორ უნდა გავხდარიყო ჩემპიონი ხო როგორ მე მედალს კი არ ვიცი შეიძლება მედალი ესე ფიზიკური მედალი არ მიცე მაგრამ სადღაც ვიკიპედიას გვერდზე ან უეფას გვერდზე ან მე 100 წელიწადში რო გაიხსენებენ ამ კაცს ხომ უნდა თქვა ნუ ჩემპიონი როგორ არ არის ყვარაცხელი როგორ არ არის ჩემპიონი აბარა ჯერ ხო თავარი სტარი იყო ამ გუნდის მით უმეტეს მას შემდეგ რაც ოსიმენი წავიდა და პირველ სეზონის პირველ ნახევარში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი თამაში ჰქონდა რა იქ მილანს რო გაუტანა მაგარი გოლი იქ რამდენიმე საგოლებასი ჰქონდა ძალიან მაგარი ნუ ძალიან ბევრი ჰქონდა არა ემპოლის გოგლიჩიძე და მაგის დაპირისპირება 1-0 მოიგოს სპორტსთან მაგის გოლი კი პირველად ხვდებოდნენ ერთმანეთს და გოგლიჩიძე ედგა დაჟე კი ყვარას ხო იმეს არ ჯერა მაგის რო ხუჩა კვარაცხელი იტალიის ჩემპიონი არ არის ეგ სიგიჟეა ხო იტალიის ჩემპიონატი რადონის ჩემპიონატიც არის იზმაზე თან ეხა თამამად შემიძლია ეს როგორი ყვარა რო აღარ თამაშობს მე ხო იცი აღარ გამლანძღავენ ის იტალიის ფანები ისედაც ლანძღავენ და ასედაც ხოლმე მაგრამ იმედ გამოჩნდა ეხა მაკტომინაი ძალიან მაგარი ფეხბურთელია მაგრამ ეხა აუ ეხა იტალიის ჩემპიონატის ძალიან მაგარი ფეხბურთელი ნუ ისეთი ფეხბურთელია რომ საქართველოს ნაკრებში ითამაშება საქართველოს ნაკრები ხო მაგდონეს გეუნები ეხა ძალიან მაგარი ეხა რეალში ვერ მოხვდება ეხა მეც ვიცი მაგრამ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი სკოტ მაკტომინაი ჯერ წინადადება ანუ რა შოტლანდიელი მაკროა უკვე კილმორი და ეგრო იყიდეს ნაპოლიმ ეხა გარნაჩოს და კევინ დე ბრუინის ყიდულობენო იმან მიაგნო მე მგონი ხურელს ლაურენტესა და ძალიან სწორად უყურებს იმიტომ რომ იქ არის სამწუხაროდ ბევრი წელია უკვე იტალიაში ერთი ან ორი გუნდი არის ხოლმე ტოპ ევროპულ დონეზე იყო ეს 2010-იანებში იუვენტუსი მარტო ლამის მარტო წვალობდა იმიტომ რომ რაღაც 100 გულებით და 100 გულებით იგებდა მე რაღაც პატარა გამონათება ჰქონდა მილანს იმის ფონზეც რომ სხვები ჩავარდნენ და იმის ფონზე გავიდა ის მილანის ნახევარფინალში იყო ხო მე მგონი ნაპოლის შეხვდა ინტერთან შეხვდა მე ვხდა ნაპოლის შეხვდა ნაპოლის და მაგიტო გავიდა თქო რომ ერთი დალიური ვეჭვდა ეხა არის ალბათ 2020-იანებზე კი ნაპოლი მეორჯერ ხდება ჩემპიონი მაგრამ
ალბათ ენა არ მომბრუნდება არავის იმას ვკითხო რომ ვინ არის საუკეთესო იტალიური გუნდი ყველა ვიცით რომ იტყვი აბარა ყველა ამ თონზე როცა ერთი გუნდი ან ორი გუნდი არის როცა საუბრობ წეღანო ამის ატლეტიკომ შეიძლება მოეგო ლა ლიგა და ამის ნოტინგემი ხო ან კრიზისი არის სერიოზული ჩემი აზრით ამ კრიზისის ზე საუბარი ცოტათი შეანელა Euro 2020-21-ში ტრიუმფმა იტალიის ნაკრების სადაც მართლაც კაი ფეხბურთით თამაშეს და უფრო მეტად დონარუმამაც მაგრად ითამაშა რა დონარუმამაც პირადადაც რაღაცები გააკეთა და ის კიელინი ბონუჩი რაც თავარი იყო და სხვა და შეანელა ამ საუბარმა მაგრამ ეხა რეალურად რა ვიცი მე რა ვიცი ხა იტალიის ჩემპიონატს თამაშობს უყურებ ხოლმე აი შეიძლება რა პრემიერ ლიგის ყურება ხო სიამოვნებს აი იტალიის ჩემპიონატს უყურებ სტადიონი მე ჯერ მგონია რომ სტადიონი დაინგრევა თამაშს ხო ანუ დაიშლება იმ თამაშის დროს და აღარ იქნება უკვე რა მე რაღაც სწორია ყველა სტადიონებიდან არულიან და რაღაც მე რაღაცა სტადიონი არა სტადიონი მე სუეჭვი გაქვს რომ ეხა აქედან რომელიღაცა შეიძლება რაღაცა წითელზე უდევს თავისაც ხო რაღაცა რაც მომხდარა ხო არა არ გაგვიკვირდება ჩემი მოგონილი ხო არ არის ხო ეხა საუკეთესო იტალიური გუნდი რომელიც გონია ხალხს ალბათ მეტწილს იმას ჰქონდა 21 საუკუნეში ეგეთი ისა ხო და გააგდეს სერია იმაში დეში რაღაცაში და რა უნდა თქვათ იტალიის ჩემპიონატზე რა აი როგორ გახდა ნაპოლი ჩემპიონი ის შეიძლება რომ ძალიან ბევრი ხომ აგიყოს იტალიას და იტალიურ გუნდებს საქართველოში კი რა თქმა ის ხარჯზეც ჩემი აზრით ინარჩუნებს ქართულ რეალობაში რელევანტურობას თორე სოფლიოს ერთი ევროპის ერთი ბოლოდან ახლა იტალიას აქიდან იმას პარმა მე არ გონია რომ ვიღაცას ის ახლა საქართველოში და პარმა ვენეციას უყურებს არ ჯერა მაგის და თუ ეგეთი ადამიანი არის რომელიმე ქართულმა იტალიურმა რესტორანმა საქართველოში რაღაც უფასო აუჩერებ მეცეთ რომ მომიდეს და იტალიურ საჭმელს ჩამოს მაგას უყურებს შემრიელად რეზი კონტეზე ხო აი მე კონტე აჩვენა რომ ყველაზე მაგარი კრიზის მენეჯერია რა 29 გოლით მეტი აიღო ნაპოლემ ვიდრე აიღო შარშან მე ვთვლი რომ ინტერი უნდა გავხდარიყო ჩემპიონი ანუ ინტერმა თვითონ დაკარგეს ჩემპიონობა და ნაპოლის იქ ძალიან გაუმართლა და წმინდა პედრო და რაღაცებს ვღერიან ახლა და მთელი ისა აქვს ამბები მაგრამ რა რესურსით იმუშავა ჯერ გუნდში ანუ მართლა სკოტ მაკტომინეია საუკეთესო ისე მაგაზე მეწერა მე TikTok-ზე რომ 2018 წელს Manchester United-ის ფანებისთვის უნდა გეთქვა სკოტ მაკტომინეი და ლუკაკუ გადაწყვეტენო საჩემპიონო თამაშის ბედს და აი მაშინ როგორ იქნებოდნენ ხო და მე შემხვდა ძალიან კაი მიმი რომ ისა ხო ლუკაკუსო ეს იზღებაო ინტერიო ყველაზე მეტად ევროპის ლიგა წაართო იქამდე ევროპის ლიგა ხო და შახტართან როგორ იქნა ხო მე იქა მე სერია წააგებინაო ჩემპიონთა ლიგის ფინალი წააგებინაო და ეხლა კიდე სერია საერთოდ სკოეტო წაართო ხო და ანუ ყველაფერი გააკეთა კონტემ აი ეგეთი მრავალფეროვანი ნაპოლი ანუ ეგეთი მრავალფეროვანი კონტეს გონდი მე არ მინახავს იმიტომ რომ სრულ ფულბეკებიც ყავდა მაკტომინეი თავდამსხმელად ანგისაც თავდამსხმელად ორი რეჯისტათიც თამაშობდნენ იყო გილმორი ლობოტება კვარამარცხანა მცველად კვარა ცენტრშიც იყო თავიდან მე როცა სპინაცოლა კარგ ფორმაში იყო მოკლედ მაქსიმალურ გამოწურა ამ რესურსიდან რაც შეეძლო აჩვენა რომ ნუ გუნდში რაღაც მიდის რადიკალური ტრანსფორმაცია თუ გინდა გუნდის კონტე უნდა მიიყვანო ეგრევე შეგიცვლის და ეგრევე წინ წაგწევს პირველი მწვრთნელი გახდა რომელმაც სამი სხვადასხვა გუნდით მოიგო სკუდეტო აქამდე კაპელოსის და ჩელსიში მოიგო პირველივე წელს დიეგო კოსტაძე და რაღაცა კაპელო იყო ეგეთი მაგრამ იუვენტუსთან აი გაგდება რო ახსენე იუვენტუსის სკუდეტოები ხო ჩამოართვეს კაპელოს და ორი აქვს ოფიციალურად კონტე არის პირველი კაცი ვინც სამი სხვა და იუვენტუსი კიდე მოიგებს უეჭველი მოიგებს ეხლა შაშორის დაიწერა ორშაბათს რომაში გადავიდეს შეიძლება რომაში მილანიო ჩვენ ამბობდით ჩაწერამდე და იმითაც მოიგოს და ეგ არის მაგრამ დაიწერა რომ სამშაბათს ან ხვალ არისო შეხვედრა დე ლორენტის და კონტეს შორის და მე მგონი მშვიდობიანად დაშორდებიან ერთმანეთს იმიტომ რომ იუვენტუსი ეკაჩება აქეთ კონტეს და მე ვფიქრობ რომ ყველაზე ლოგიკური იქნება ტუდორმაც ვერაფერი ანუ ტუდორ დროებით იყო ისე და ანუ ახლა როგორც კრიზისი ისე გაუხარდა მანქანით ჩავიდაო ხორვატიიდან გაიქცა აბარა ფრენას აღარ დაელოდა კაცი არ გადაიფიქრონა და მანქანით ზაგრებიდან იმაში რა ზაგრებიდან კი არა სხვა ქალაქიდან რომელიღაც სპლიტიდან გაიქცაო მანქანით და მე ნახულობდი Google Maps-ში 11 საათის გზა არა და მეთქი ხო ეხა მე ჩემთვისაც დაიძახათ მეც მანქანით დავიდოდი აქიდან თან ტუდორს ეთყობა რომ ის არის რა ქვია იმენა იუვენტინო ტიპია რა და მაგ წინადადებაზე უარს არ ეთყობა და ნუ საქმე გააკეთა ლიგაზე გაიყვანა გუნდი ხო იტალიიდან ბოლონია რო გავიდა ევროპის ლიგაზე ცხრილით ვერ გავიდა ბოლონია სხვათა შორის გუშინ ბოლო ტურით წააგო ჯენოასთან იტალიის თასით გავიდა რომა გავიდა ევროპის ლიგაზე ხო აი რანიერი ჩატარა რაღაც გენიალური სეზონი ნუ რომა საერთოდ
ან Manchester United-ზე ხომ ის რაღაც სიგიჟეები რო ხდება მართლობაში რომას ან კინო წარმოების ხალხი მართავს, აი როგორც ნაპოლის რა. მაგათ მაინტერესებს ევერტონის ხოთაშორის. კი, ფრიტკინებისა. და მან მე მგონი რომ რაღაც სცენარს წერენ სეზონის წინ რომ რაღაცა როდის ვინ გავაგდოთ, როდის რაღაცა ვქნათ და რაღაც სულ სიგიჟეებს აკეთებენ. დეროსი გააგდეს უცებ, თან დეროსი, ნუ ოკეი, შარშან რო საფხულში რო გაეშვა დეროსი, იქნებოდა რაღაც ლოგიკური რომ ნუ რაღაც სეზონი დავამთავრებინა, კარგი რაღაცა გვაჩვენა და მოდი რაღაც ახალ პროექტს დავიწყოთ. მოიყვანეს და გააგდეს მესამე ტურში. მერე მოიყვანეს იურიჩი, რომელიც აი საერთოდ არ შეეფერებოდა, ან მე უფრო შეეფერებოდი იმ შემადგენლობას, ვიდრე იურიჩი. რა თქმა უნდა, ვერაფერი ვერ ქნა, ისიც გააგდეს და ნუ რანიერი მოიყვანეს როგორც რაღაც ხსნელი პენსიონერი და კინები არიან, აი მართლა კინოშნიკები, იმიტომ რომ რაღაც სუპერმენია მაგათ გადაღებულები და რაღაც პირობითად სუპერმენი ხა, სულ არ მახსოვს, მაგრამ ეხლა იყიდეს ევერტონი. ევერტონი თავის ახალი სტადიონით დამბებით. პრიორიტეტებში დარწმუნებული ვარ მიუხედავად იმისა რომ რომა ძალიან დიდი გუნდია ალბათ ევერტონი იქნება მაგათ პრიორიტეტებში პირველი იმიტომ რომ ფინანსურად ეკონა ფულს მოიწევს რა რომაში როგორი იქნება და რა იქნება ღმერთმა იცის მაგრამ რანიერის ძალიან მაგრად გააცილეს სასწაული სეზონი ჰქონდა ხო რა ნუ რანიერის ეკნებაო სიტყვის მსხვერპლები მოვიდეს რომის პაპი არის რომას პანი და შეიძლება მაგანაც რაღაცა მე-13 ადგილზე იყო რომა როცა რანიერი მოვიდა და ბოლო ტურამდე ქონდა რეალურად ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა. ხო, იუვენტუსი გუშინ ლოკატელიმ გაიტანა. ხო, რომა გადიოდა ლოკატელის ხო, როას გაიტანა. მაგრამ თან ის არის რომ ანუ თამაშის ხარისხიც კარგი იყო რა, რომას თამაშების ყურება ღირდა. არა, ფეხბურთს თამაშობდნენ. კარგი საყურებელი იყო რომ. და იუვენტუსისგან განსხვავებით. იუვენტუსთან განსხვავებით, მაგრამ იუვენტუს გაუმართლა, ცალსახად გაუმართლა, თორე რომა მე მგონი უფრო იმსახურებდა გასვლას. ხო, ლაციო მოახერხა ის რომ აკაცია თავიდან ბევრი ქულა იღეს. თავიდან მოტა გაჩეწყობით რა. მე მეგონა ისეთ ფეხბურთს თამაშობდა თავიდან რომ მეთქი აი მოტამ თან იუვენტუს რო არ ერგება ეგ ფეხბურთი ანუ რაღაცა უტევდნენ 3 გოლი გაქონდათ და ეგრე ეს ილდიზი ინარისა ეს აი ილდიზი მაგრამ ხო არა ხო და აი უცებდა სადღაც სად იყო ასტონ ვილასთან იყო ასტონ ვილასთან შუდრაგასთან იყო საშინლად ითამაშეს საშინლად ითამაშეს არა 1-0 მაგრამ 3-0 წაიგოთ კარისკენ არ გაუხდა ხო და ასტონ ვილა იყო უკვე 0-0 ითამაშეს ანუ იქ უკვე მორჩა ოქტომბერის სადღაც წავიდა და თან ანუ ხო არა და მართლა ძალიან მაგრა დაიწყეს ანუ იუვენტუსი ყოველ ხორასთან ასოცირდება რომ აბა რაღაცა ძალიან ბევრი მაგარი ფეხბურთელი და მაინც 1-0 და ეს ტიპი თამაშობდა რა ვიცი ძალიან 3-0-ები 4-0-ები აი არა მოდარანი იყო თავიდან თან ლიგა რო დაიწყო პირველ ტურში 3-1 მოუგეს ის სიტის მოუგეს მერე ნუ კრიზისი მაგრამ ლაიფციგთან ქონდათ მაგარი კამბექი ვისთან ლაიფციგთან 10 კაცით რო და მერე ჩამოიქცა მერე ძალიან ჩამოიქცა ტრაუმები ის გამოიყო ეს ბოლოს ბოდიში არა ბოლოს უკვე ძალიან მაგის თავარი განსაზღვრელი რა იყო იცი ზოგადად მოტა ხო გახსოვს ბოლონიაშიც კალაფიორი ყავდა მთავარი კაცი კალაფიორი იყო ბურთის წამყვე ბრემერი რო დაიმტრა ბრემერი იყო რეალურად აქაური კალაფიორი შეიძლება მოტა არის პოსტეკოგლუსავი პოსტეკოგლუ ყოველ მეორე სეზონში იგებს მოტა შეიძლება ყოველ მეორე გუნდში ამართლებს იმიტომ რომ ჩენოადანაც ხო გამოაგდეს ჩენოადანში ისეთ რაღაცებს აკეთებდა რომ მეთქი აი ეგ მოტა ხო იცი საიდან დაიწყო PSG-ში რო დაიწყო რომ მეკარეო ფეხბურთელი არისო და 2-7-2 ასე როცა სქემას აკეთებდა ესე უყურებოდა რაღაცებს ოლაპარაკობდა ეხლა შეიძლება ძალიან გაამართლოს სადღაც მილანს უნდაო სხვათა შორის მაგას დაიწერა და ყოველ მეორე გუნდში ამართლებს შეიძლება ლაციო მოახერხა ის რომ კონფერენს ლიგაზეც ვერ გავიდა 10 კაციან ლეჩესთან წააგეს მოახერხა ის რომ ინტერი არ გახადა ჩემპიონი და ფიორენტინა გავიდა ამის შედეგად მოკლედ იმაზე კონფერენს ლიგაზე ეს არის და ეს პრინციპში რა სამწუხარო არა სამწუხარო ამბავი ყველაზე დიდი საბაგო ხო ორი გუნდი სადაც განწერული იყო ვინც ვენეცია და ის გუნდი რომელიც დაგვტოვებდა და ნუ ემპოლის უნდა მოეგო მარტივი დავალება ქონდა რომ ვერონას უნდა მოეგო იმიტომ რომ იტალიაში არის head to head-ის მიხედვით არ არის მასე თუმცა შეფარდებაზე ანამაზე და რომ მოეგოთ უბრალოდ ვერონასთვის რადგან პირველი თამაშის მოგებულის ქონდათ ანუ ვერონას გადაასწრებდნენ რაც ეყოფოდა და ვერონა გავარდებოდა თუ არა ის ამბავი და წააგეს რაღაცა უსახელოდ ისე მშვიდად სამწუხაროდ იმიტომ რომ ძალიან მაგარი სტარტი ქონდა ემპოლისაც მე-4-ზე იყო რაღაც 10 ტურის თავზე ისტორიაში საუკეთესო სტარტი ქონდა ემპოლის და ვინ იფიქრებდა რომ გავარდებოდა ეგ გუნდი რა და თან ბოლოშიც ეხა უკვე რომ გადარჩენაზე იყო იქაც რაღაც თამაშები მოიგეს მონცას მოუგეს პარმას მოუგეს ხო და ფიქრობდით რომ ვერონას მოუგებს და გადარჩენილია მაგრამ ნუ და ერთი რაც აღსანიშნია ალბათ ჩემი შენგან ველოდებოდი ამას რა კომოც პროექტია ფაბრიკასგან ნიკოპასი ველოდები მაგასაც სხვათა შორის მოგონი რეალს დაიყვანეთ და იბრუნეთ და ის საინტერესო პროექტია თავისი ამ ფაბრიკასი და გავიდა მე მგონი რაღაცა 10 ადგილზე გავიდა ბოლო 7 ტურში 6 მოგება ერთიფრე ნუ ინტერთან წააგო ახლა ნუ გასაგები იყო ბოლოს ის უნდა ვახსენოთ რომ აი მილანში ხდება რა აი ნამდვილი სიგიჟე ხდება უბრალოდ აქ უწრნელების ცვლილებაზე არ არის
ვინც ახლა ფლობს გონს Redbird-ი ეს იყიდა წინა მფლობელის ფულით ანუ ფული ისესხა წინა მფლობელისგან და მას გადავხატა და ეხა ის ვალებს უთulis უკვე თან Elliot Management-ით ვინც იყო რა ის Elliot ხო მაგას აკეთებს ყიდულობს Elliot-მა მიყიდა Redbird-ს და თან ფული ასესხა და ჩემი ფულით ანუ მისი ფულით მიყიდა გუნდი ბანკის პროცენტში პლუს კიდე კაცი ჩასვა მილანში რომელიც იქ ბევრ რაღაცას წყვეტს ანუ თავისი კაციც დატოვა შიგნით რა და მე არის მართლობაში სრული სიგიჟე ხო ეს კონსესავთ სავალი და დაიწერა მოტაო რა აი ხა მართლობის ხოლმე სრული სიგიჟე ხდება მე ზლატანი მოვიდა ზლატანი ანუ ეხლა რეალურად ერთადერთი ორი გამართული გუნდი არის ანუ სამი გამართული გუნდია მთელ სერიაში ნაპოლი თავისი ლაურენტესის სიგიჟეებით ხო რომელიც არის ცივი რაც გამოაზრდა ინტერი რომელიც გამართულობა არ გამართულობაზე კითხვის ნიშნები შაბათს გაიცემა რომ ბავშვი როგორ გაგრძელდება და კომო ანუ ეს დანარჩენი ნუ იუვენტუსი სტაბილურია არ გამარდება ვიეირა არის ხო კი ჯენოაში და კარსა ჯენოაც გადაარჩინა ჯენოა გადარჩა ნუ აი პიზა და ბრუნდა ეხა და პიზას ბავშვი კიდე დიდარი ფლობელი ვერ საფლეიოფო პლეიოფში ვერ არ მინახავს სიმართლე კაი ეგ არის პრინციპში რის თქმას მინდოდა გვეთქვა ბოლო კითხვა სანამ დავსვამ კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ რომ დაალაიქოთ ეს ვიდეო და გამოიწეროთ ჩვენი არხი და ხო ბოლო კითხვა პრინციპში ჯუბასთან ვარ პერსონალურად ჩემპიონთა ლიგის ფინალზე გვინდა შენი აზრი სულ რამდენიმე სიტყვით და ეს არის და ეს ჩაწერამდე კი ვისაუბრეთ ჩვენ მაგრამ აპაროლესაც რო უთხრა მე ხარ პროგნოზს მეკითხები თუ უბრალოდ შენს აზრს უბრალოდ თამაშის მნიშვნელობაზე ვისაუბროთ თამაშის მნიშვნელობა არა პროგნოზ აი რას ფიქრობ მეტ გოლს ელოდები მაგალითად გოლიანს გოლი და გოლიანს არ ველოდები არა გონია რომ სამწუხაროდ ისეთივე თამაში და ისეთივე ანგარიშთან მიახლოებული ანგარიში ჩემი აზრით ნუ მე როგორც ხედავ ხა აქედან და რა თქმა უნდა ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს მაგრამ გონია რომ რაღაც ევროპის ლიგის ფინალს შეიძლება დაიმსგავსოს მათ შორის შედეგითაც, იმიტომ რომ ითაც ანდერდოგმა მოიგო. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერს დავიდავანებოთ მე და კვარა ერთი კუთხის შვილები ვართ ქვეყნის ქვეყნამდე სანამ მივალთ. ეგრელებს ხო იცის გვაქვს ეს უცირე თეთრი კაი სეპარატიზმი. ძალიან ხომაგო კვარას რა თქმა უნდა, მაგრამ გონია რომ კვარას კარიერაში პიკეც კიდე ერთვენ არ გვინახავს და ბევრად უფრო დიდი და მაგარი საქმეები აქვს ფეხბურთში ასაკეთებელი წინ მათ შორის საქართველოს სოფლიო ჩემპიონატზე გაყვანა. ყველაფერი ამის ფონზე, ანუ არ ჩამომართავს გულშემატკივარმა ისე რომ ან ვითარსებიან და მაგრამ მე მგონია რომ ჩემპიონი გახდება მილანის ინტერი. გუნდი რომელიც უფრო მეტად მზად არის ამისთვის, გუნდი რომელიცაც უფრო მეტად წყურია. გუნდი რომელიც ჩამოყალიბებული შემდგარი გუნდია რომელმაც მიაღწია თავის პიკს 2023-ში როცა გავიდნენ ფინალში ალბათ ხალხს და მეტწილად სპორტის ფანებს ეგონათ რომ ეს იყო ამ გუნდის ვთქვათ ბოლო გაფართხალება და აწირა გამოდაქმნას და ის თუ არ იყო ეს უეჭველად არის და ამ ბირთვით თავის დროზე ორ სხვადასხვა გადაცემაში მოგნათქვამი ერთ დაახლოებით 5-6 თვის წინ და მაშინაც იგივე ვთქვი რომ ინტერი მეგონა რომ გახდებოდა და მით უმეტეს ბიძინა ვარათაშვილი ყავდათ თქვენ სტუმრად აქ რამდენიმე გადაცემის წინ და მანაც ორად ესაღნიშნა რომ 38 წლის ლოთ სიმსივნე დამარცხებულ ადამიანებს რომელსაც გოლი არასდროს არ გაუტანიათ უბრალოდ არ გააქვთ ხოლმე ეგეთი გოლები და თუმცა ეს იმას არ ნიშნავს რომ ქართულ გულშემატკივრმა გოლი უნდა გაიტეხოს ანამე უფრო მაგარი პრესეჯი იქნება ალბათ მომავალ სეზონში რომც მოიგონ და იმედია მოიგებენ მასაც ვიტყვი იმიტომ რომ მე არ ვარ ხა ინტერეს კომანდი და ალბათ ისეთი პრესეჯი იქნება რომ back to back-ზე გაიწევენ თუ ჩემპიონები გახდებიან თუ არა და კიდე ხა როგორ თუ იამალიზე და პედრეზე ვთქვით რომ ერთი წლით იგივეა ჟუაუნევაში ერთი წლით დიდი ცოტა უკეთესი ჩამშლელი არის და ყვარას და იმაზე არ ვლაპარაკობ ხა ეგ ცხადი არის და იგივე ბარკოლა თუნდაც რა თქვენ თქვით წინა გადაცემაში რომ ბარკოლასო ჩაუვარდაო და სეზონის ბოლომდე არსებობენ ზოგადად ორი ტიპის ფეხბურთელები მაგრამ ამასაც ვიტყვი და მინდოდა თქვა გამოხმაურება იქვე მომინდა რა მე ავწერ ხოლმე კომენტარებში YouTube-ზე თორე დავწერდი მაგრამ თქვენ დაწერეთ სამაგიეროდ ვისაც გჩვევიათ და რის თქმა უნდა იცი რომ არიან ორი ტიპის ფეხბურთელები ერთი რომლებსაც ეგეთი გამოწვევები რო კვარასნაირი კონკურენტი მიგიყვანონ ძალიან გაძლიერებენ მაგრამ არიან ფეხბურთელები რომლებსაც კომფორტი ჭირდებათ რომ თავის მაქსიმუმი და გამოჩნდა რომ ბარკოლა ეგეთია ანუ ბარკოლას როგორც ფედევალვერდე ანუ ჯობია რომ ცენტრალურ ბარკოლა ძალიან იწერა ფეხბურთელია მაგრამ
ამ კონკურენციაში უცებ მოვიდა ტიპი, რომელიც ვარჯიშებზე მეხვდა ბარკვალა, რომ ეს ჩემზე უკვე 5 წელი დიდია, ჩემზე გამოცდილია, ჩემზე მეტი გაუკეთებია და მან დაიკარგა, თორემ უნიჭიერეს ფეხბურთელი ვარ, ძალიან მაგარია. ამიტომ ჩემი პროგნოზი, თუ პროგნოზი უნდა გავაკეთო და ვალდებული ვარ და ანგარიში თუ უნდა დავწერო, მე ვიტყოდი რომ 1-0 იქნება თამაშის დიდი ნაწილი, მაგრამ ალბათ მოშიშვლებულ მენდეშს და აშრაფ ჰაკიმი რო უკვე ვინგერებად იქნებიან გადაქცეული, მაგ დროს ინტერი მეორე გოლსაც გაუტანს და ალბათ 2-0-ს გაიმარჯვებს. თუ PSG მოიგო, იმედია hat-tricks poker-ს და რა ვიცი, უფრო ბევრსაც შეასრულებს ხუჩა კვარაცხელია. კიდე ერთსაც და ერთხელაც დავამატებ, უბრალოდ ძალიან არ უყვართ ქართულ ხალხს, რატომღაც გქონიათ, მე რომ მქონია ეგეთ შემთხვევა რა, რაღაცა პროგნოზი გამეკეთებია და მე თითქოს მე ხუჩა აუცილებლად გაიტანს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გოლს. აუცილებლად მოიგებს ჩემპიონთა ლიგას, ეს ყველაფერი არის უბრალოდ დროის საკითხი და მე ვისურვებდი რომ თუ PSG არ იქნება ის გუნდი, მადრიდის რეალ ყოფილიყოს ის გუნდი, რომელიც ხუჩას ბავშვობის ოცნებაც არის და მეც და ყველა ქართველს დამეჯერეთ უფრო მეტად გაუხარდებოდა მადრიდის რეალში მოგებული ხუჩას ჩემპიონთა ლიგა, ვიდრე პარი სენ-ჟერმენში, მაგრამ რაც თავარია გისურვებთ აქ თამაშს და ხუჩას ჩემპიონობას. ნამდვილად გისურვებთ ძალიან მაგარ ფინალს, რაც თავარია და ყველა ფეხბურთის შემადგენლად ნამდვილად გაუხარდება ის, რომ სუპერფინალი გამოვიდეს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სუბიექტური შეხედულება რა თქმა უნდა გვაქვს. მადლობა ჯუბას იმისთვის, რომ ეს საკმაოდ დიდი გაცემა ჩავწერეთ, ჩაწერის გარდაც ძალიან ბევრი ვისაუბრეთ ფეხბურთზე და ჯუბა, წარმატებები მოკლედ. წარმატებები თქვენს პროექტსაც და იმედია მე სხვა ამ ფორმატში ოღონდ უნდა მოგვიანებით ეს 19 გადაცემა თუ მე-20 და ხო, შეიძლება მომდენოზეც 59-ზე იქნება თუ 39-ზე ისევ დიდი სიამოვნებით გეწვევით. ძალიან დიდი მადლობა. შევხვდებით ძალიან მალე.